პირდაპირ ეთერშია ზაზა ხატიაშვილის საავტორო გადაცემა არასამართლიანი სასამართლო. როდესაც საქართველოს ხელი მოაწერა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, საქართველოს მოქალაქეებმა შეედით ამოვისუნთქეთ და ვთქვით, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც არის ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ყველა მოქალაქისათვის, საქართველოს მოქალაქეებთანაც იქნებოდა დაცული. მაგრამ გავიდა თითქმის 30 წელი და საქართველოს ვერ ეღირსა სამართლიან სასამართლოს. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, გამოძიებაზე. ვინაიდან სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებით აღინიშნა, ვრცელდება არა მარტო სასამართლოზე, არამედ გამოძიების პროცესზე. დღეს ჩვენთან ბრძანდება მოკლული გიგა ავალიანის დედა ქალბატონი ეკა კუპატაძე. პროკურატურამ გუშინ გააუქცელა ჩემი აზრით სამარცხვინო განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ეკა კუპატაძე თურმე ეხვეწება პროკურატურა ჭალებში და თურმე ეკა კუპატაძე მათთან შესახვედრად არ მიდის. ასევე ჩემი აზრით პროკურატურამ დაადასტურა სავარაუდო ცისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ არ მისცეს ეკა კუპატაძეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, ვინაიდან არასრულწლოვნების სავარაუდო დანაშაულზე იყო საუბარი. პატივცემულო მეგობრებო, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის 2020 წლის 18 დეკემბერი, კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ნორმა, რომელიც დაზარალებულს ართმევდა უფლებას, გასცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მიიღო სისხლის სამართლის მასალების ასლები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაფერი არ წერია, რომ დაზარალებულს შეუძლია მიიღოს სისხლის სამართლის მასალები თუ სრულწლოვანი მონაწილეობს სავარაუდო დანაშაულში, ან არ მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები თუ სავარაუდო დამნაშავეები არიან არასრულწლოვნები. პატივცემულო აუდიტორია, არის სისხლის სამართლის კოდექსში ნორმა, თუ დაზარალებული გაახმაურებს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, მას სავარაუდოდ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა. ანუ პროკურატურა ვალდებული იყო მიეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები და დაზარალებული გაეფრთხილებინა. ვინაიდან პროკურატურამ თვითონ აღიარა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები არ მიცა დაზარალებულს, ამით პროკურატურამ დაადასტურა სავარაუდო დანაშაულის ჩადენა იმ პროკურორის მხრიდან, რომელმაც ეკა კუპატაძეს უარი უთხრა სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემაზე. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის კოდექსში გვაქვს ჩვენ 342 მუხლი სამსახურებული გულგრილობა, რომელიც პასუხისმგებლობას აწესებს მოხელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების არ შესრულებაზე, თუ ამ არ შესრულებამ გამოიწვია მოქალაქის კანონიერი ინტერესების შელახვა. მინიმუმ პატივცემულო მაყურებელ, რომელიც ჩვენ გვიყურებს, პროკურორმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის, სავარაუდოდ ჩაიდინა, ვინაიდან ჯერ გამოძიება არ არის დაწყებული 352 მუხლი. მინიმუმ, მაქსიმუმ კოდექსში გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში 333 მუხლი, ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სადაც მითითებულია, რომ თუ ხდება მოხელის ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, მაშინ და ირღვევა მოქალაქის კანონიერი ინტერესები და თუ მოხელის მხრიდან ჩადენილი ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ მოხელის უფლებები დაირღვას და კანონიერი ინტერესები და გამოიწვიოს მოხელის უფლებების არსებითი დარღვევა, სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლი. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი ეკა კუპატაძეს უფლებები დაირღვა
იმით რომ მას არ გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, აქედან გამომდინარე, როდესაც ქალბატონი ეკაბრძანებს, რომ პროკურატურამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და არენდობა პროკურატურას, აქ მე ზაზა ხატიაშვილი მდგევარ მის გვერდით და ყველა იურისტი, ვინც ჩვენ გვისმენს და რომელმაც ნახა პროკურატურის განცხადება, რომელმაც სავარაუდოდ აღიარა თავის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელმაც სავარაუდოდ აღიარა, რომ მათ დაარღვიეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაარღვიეს კონსტიტუცია მე-18 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებაში, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი, დაგვერწმუნება ჩვენ სიმართლეში. ჩვენ გვინდა ქალბატონო ეკა, თქვენთან გადმოვიდეთ ეხლა თქვენ კითხვით, გთხოვთ მოახსენოთ ჩვენ მაყურებელს, აი დავითხოვთ თავიდან, თვლით თუ არა თქვენ, რომ თქვენს მიმართ პროკურატურამ დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლი, სამსახურებული გულგრილობა და 333 მუხლი, რაც მე ავხსენი თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტება და მათმა მოქმედებამ, რომ არ გადმოგცეთ სისხლის საქმის მასალები, გამოიწვია თუ არა თქვენი უფლებების დარღვევა, თქვენი კანონიერი ინტერესების დარღვევა და მოგაყენათ თუ არა მათმა მოქმედებამ ზიანი და როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ მე არ ვენდობი პროკურატურას, იმიტომ ხომ არ ენდობი პროკურატურას, რომ პროკურატურამ თქვენ საქმეში სავარაუდოდ ძალიან ბევრი სიყალბე ჩაიდინა. გთხოვთ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. გულწრფელი მადლობა ჩემგან მაყურებელს გულწრფელი ცრემლისთვის, რომელიც ჩემშვილს ასე უხვად გაჰყვა. ეხლა რაც შეეხება პროკურატურის მოქმედებას და თქვენ კითხვებზე პასუხს. დიახ, პროკურატურამ ჩემთან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მე მან არ მომაწოდა საქმე და ჩემი გონივრული ეჭვი უკვე აღარ არის ეს უკვე არის ფაქტი. მათ იცოდნენ, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველა ტყუილ წინადადებაზე მქონდა მისი საპირწონე სწორი წინადადება. ამიტომ არ მომცეს მე მათ საქმის მასალები და მე აქვე ჩანს მათი სიბინძურე, რომ მე რომ ჩემთვის რომ საქმის მასალები გადმოეცათ, ვეღარ მოარგებდნენ სწორ მუხლს ამ დანაშაულს. ეს დანაშაული არის ჩადენილი ჯგუფურად და წინასწარ განსაზღვრული. საშინელი სისასტიკით მოკლულია ჩემი შვილი. მე მაინტერესებს, მე დღეს ვაპირებდი პროკურატურაში მისვლას და განცხადების დაწერას და ვერ მოვასწარი და დღე ხვალ ამას აუცილებლად გავაკეთებ. მე მაინტერესებს, რა საფრთხეს გრძნობდა 7 ნოემბერს დამიდასტურონ წერილობით, რომ მე მათ არ გადმომცეს საქმის მასალები. და როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ კი ისინი რამე საფრთხეს გრძნობდნენ, როგორც ახლა სასამართლო ითხოვს ჩემგან გაუთქმელობაზე ხელის მოწერას, რატომ არ გააკეთეს ეს მათ მაშინ. მაგრამ მე ვციტირებ ამას ვიტყვი ყველგან, ამას ვიტყვი ყოველთვის, ყველა ეთერიდან, აქციიდან, სადაც არ უნდა ვიყო, საიდანაც შემეძლება ხმის მიწვდენა პროკურატურისთვის, მოსახლეობისთვის, ამას ვიტყვი ყველგან და ყოველთვის, რომ მათ ეს ეგონათ უბრალო საქმე და თუ კი მე ხმას არ ამოვიღებდი, ამათ ეს ან სამსახურად დავარქვათ რაც უნდათ. უნდათ სამსახურებრივი გულგრილობა, უნდათ ქრთამის აღება, მე ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ მაქვს ამისი გონივრული ეჭვები და გეტყვით, თუ კი დრო გვექნება ამის, რატომ მაქვს მე ეს? თქვენ გაქვთ გამოსაწყვეტი რომ ისაუბრეთ? რატომ მაქვს მე სერიოზული ეჭვი, რომ დიახ, მე რომ ვიზახი არ იყიდება გიგავალიანის სისხლი და არ იყიდება გიგავალიანის სიცოცხლე, მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ საკმაოდ დიდი თანხმოვთაღებულის, იმიტომ რომ დასაწყისშივე და არის საქმის ჩაფარცხვა, ესე როგორ გითხრათ, ისეა საქმე ჩაფარცხული დასაწყისში, რომ ყველა ეტაპზე აქვს ყველაფერი ჩაფარცხული და პირველ დღეს შეიძლება ეს იყო დადასტურებულია ქალბატონო ეკა, დაადასტურეს, რომ არ მოგცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები. გამოდის გენერალური პროკურატურა და ამას ადასტურებს. დიახ, და ქონდათ მათ რაღაც მიზანი. მიზანი იყო ის, რომ მე ხელში არ ჩამეგდო, ხმამაღლა არ მეთქო და მე სწორი კვალიფიკაცია არ მივეცა მე დანაშაულისთვის. ჯერ კიდევ 11 დღე იყო ბრალის საყენომდე. სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ ბრალის საყენომდე მათ ცოტა მეტი დრო კიდევ ქონდათ, მაგრამ სწრაფად 1 თუ 2 დღე 20-მდე ქონდათ მგონი ვადა, თუ 19-მდე არ მახსოვს კარგად ამას დავაზუსტებ, გადავითვლ დღებს და სასწრაფოდ 18-ში წავყვენეს ბრალი. მათ კიდევ ქონდათ დრო. ეხლა
ახლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატო წვიდავს ერთი დღე ყველაფერს? იმიტომ რომ ისინი წუთებს მითვლიან, რას გიწვიდავდა 15 წუთიო ეს გუშინდელ ციტირებ გუშინ პროკურორის თანაშემწემ თქვა, გუშინ წინ პროკურორის თანაშემწემ გითხრა. იმას გიწვიდავდა რომ ბრალის წაყენების შემდეგ არის დაკითხული ექიმი ერთ-ერთი, რომელსაც გიგა არ ყავდა სრულყოფილად აღწერილი, მან ჩაიბარა გიგა კლინიკაში როცა მივიდა და ბრალის წაყენების შემდეგ არის გადაცემული ექსპერტიზისთვის სურათი, სადაც ჩანს გიგას დაზიანება სახეზე. ეს სურათი მანამდე იმ ხნის განმავლობაში ინახებოდა პოლიციის უფროსის ტელეფონში. და სასწრაფო წესით წაუყენეს ბრალდებულებს. მე არ მინდა ვარაუდი ეჭვი და ფაქტები ერთმანეთში აერიოს მსმენელს და ამიტომ კიდევ დაუბრუნდები იმ ნაწილს, რომ მე ყველაფერი ვიცოდი. მათ შეიძლებოდა ჩემთან ეთანამშრომლად. თანამშრომლობის და იცოდნენ რომ მე ყველაფერი ვიცოდი გიგას შესახებ. ისიც იცოდნენ რომ ჩვენ ჩვეულებრივი დედმამიშვილური ურთიერთობა არ გქონდა, ჩვენ ერთად გავიზარდით, მე და ჩემი შვილები, გქონდა საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა და ზღვარი დედაშვილობა შორის ჩვენ შორის არ იყო ზაშლი, მაგრამ ვიყავით საკმაოდ გულახდილები ერთმანეთთან და ჩვენ ყველა თემაზე საუბრობდით ერთმანეთთან და გიგას არაფერი დაფარული ჩემთან არ ქონდათ, შემეძლო მე ეს დანაშაულის კვალი გამეხსნა. ანუ მათ ჩემი სახით ყავდათ სერიოზული ოქროს მოწმე ყველაფერში. და პირიქით გააკეთეს. არ მომცეს საქმის მასალები, არ ჩამაყენეს საქმის კურსში. რაღაცა ამიტომაც გამოიწვია თავიდანვე ეჭვი, მაგრამ იმდენად ღრმად ვენდობოდი ეს საქმე რო გახსნეს, რომ არ ვიცი ისარგებლეს ამ დობით და საქმე ბოლომდე გააყენეს. ახლა რა მინდა გითხრათ? ასე ამაყად რომ ამბობს პროკურატურა, რომ რა მასალებიც გვაქვს ხელში. მე ახლა მათ უსვავ კითხვას. ეს მასალები ვის უნდა შეეგროვებინა? მე უნდა შემეგროვებინა? ხომ ბრძანდებით თქვენი იურისტი და ვის უნდა შეეგროვებინა? მოდი მაშინ ახლა მე დავუსვავ პროკურატურას აქედან კიდევ მეორე კითხვას. სად გროვდება მასალები? საქმეში არ აქვთ. ჯერდი აქვთ ძალიან კარგად და სუყეოდენობით, მაგრამ დავეთანხმოთ ყველაფერში, შიგადაშიგ რაღაცებში დავეთანხმოთ. მათი პოზიციიდან ვისაუბროთ. სად უნდა შეგროვებულიყო? რამდენიმე ლოკაცია აი ამ სამხილების შეგროვების. პირველი ეს არის დანაშაულის ადგილი. დანაშაულის ადგილი არ არის დათვალიერებული. დანაშაულის ადგილი არის მონახულებული. მივიდნენ იმ საღამოს, გადაუღეს იქ მანქანებს სურათი და დაბრუნდნენ უკან. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ის რომ მეორე დღეს ჩემი ძმა მივიდა იმ ადგილზე, შემთხვევის ადგილზე, მეორე დღეს მეც გავიარე, მაგრამ მე არ ვიცოდი ზუსტად სად იპოვეს გიგა და ჩემმა ძმამ იცოდა მეორე დღეს გზაზე, შუა გზაზე არ უნდა დათვალიერება, ჩემმა ძმამ იპოვა გიგას ყურსასმენები. რატომ არის მნიშვნელოვანი სამხილი ყურსასმენები ამ საქმეში? ამას ვიტყვი. შემდეგ გარკვეული პერიოდის შემდეგ გიგას დაკრძალვიდან მეორე დღეს მე ჩამწერა ფორმულამ და მესამე დღეს გავიდა ეთერში ფორმულას გადაცემა. აი ფორმულას გადაცემის პარალელურად ჩვენ ვშელობდით ოჯახში რა შეიძლებოდა დაერთხათ, როგორ შეიძლებოდა დაერთხათ და გადაცემა აი ამ გამწარებულ და უკვე ლოგიკურ აზროვნებას შეზღუდული ლოგიკური აზროვნება გქონდა ჩვენ გამწარებულ ხალხს, მაგრამ მაინც არ უნდა ამას ბევრად ესეთი გონიერი ადამიანი იმ გადაცემამ მე უბრალოდ რომ ვუყურე, დამაფიქრა რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის იარაღი და საიდან შეიძლებოდა აიღოთ ეს. და მე ნახეთ კიდევ რას ამბობ ბატონო ზაზა, იმას რომ შეზღუდული ლოგიკური აზროვნება აქვს ამ დროს ჭირის უფალს, ეს არის გიგას დაკრძალვიდან მესამე დღე და მხოლოდ გადაცემის ყურების დროს დავიჭირე მე ეს ფაქტი. და გამომძიებელს და პროკურატურას და პროკურორებს ამაზე უნდა ეფიქრათ. მე წამომიდივდივდა ეს უბრალოდ და მათ ამაზე უნდა ეფიქრათ. მე ვფიქრობ ეს არის გამოძიება, ეს არის ეფექტური გამოძიება, ხო? და მე მივხვდი საიდან უნდა ეპოვათ, სად უნდა ეპოვათ მკვლელობის იარაღი და რა შეიძლებოდა ყოფილიყო. დავუბრუნდები და მე კიდევ ჩავშით. მოკლედ, არ არის დათვალიერებული შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილი მეორე არის მონახულებული. იმიტომ რომ გეტყვიან მე რა ბატონო სურათები გვაქვს გადაღებული, ჩვენ ვიყავით შემთხვევის ადგილზე. დიახ, იყვნენ შემთხვევის ადგილზე, მაგრამ მათ არ დაუთვალიერებინათ. მეორე ლოკაცია, სადაც იყო თვალთვალი.
თვალთვალის ადგილიდან შემდეგ გაყვნენ გიგას. რატომ არის მნიშვნელოვანი აი ამ ადგილის დათვალიერება? იმიტომ რომ სავარაუდო მკვლელობთ რომ მოვა ნიადაგის ექსპერტიზა და ამას გავიგებთ. სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც შემდეგ მე ვიპოვე, აღებულია იქედან. კარგი, ახლა მოდი კიდევ დავსვათ, კიდევ პროკურატურის მხარეს გადავიდეთ და კიდევ დავსვათ ერთი კითხვა. მათი პოზიციიდან თითქოს აი გვესაუბრება პროკურატურა და გვეუბნება. კარგი, ვერ ვიპოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ეკდო 6-7 მეტრში, მათ ვერ იპოვეს. დაუშვათ ვერ იპოვეს და თვალიერად ძირფესვიათ, მაგრამ ვერ იპოვეს, ვერ მიხვდნენ რომ ის იყო. ახლა რატომ არის მნიშვნელოვანი? იმ დღეს იპოვიდნენ თუ მე როცა მე ვიპოვე უკვე თვენახევრის შემდეგ თუ ერთი თვის შემდეგ. რატომ ხომ არის ნაპოვნი სავარაუდო მკვლელობის იარაღი, ხო? ხომ შეიძლება მოვიდეს ექსპერტიზის პასუხი და დაადასტუროს ექსპერტიზამ. იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ახლა რაც არის შანსი დადგენისა მკვლელობის იარაღის, მაშინ იყო უფრო მეტი. იმიტომ რომ გიგას ბიოლოგიური მასალაც იქნებოდა აი ამ მკვლელობის იარაღზე და მკვლელების ბიოლოგიური მასალაც იქნებოდა მკვლელობის იარაღზე. მე ამას გეუბნებით იურისტებთან, ადვოკატებთან, ყველასთან კონსულტაციის გავლის გარეშე. მე ვარ მათემატიკოსი, იცის მთელმა საქართველოს, მაგრამ ამას მე შესაძლოა ხარ რაღაცას ვამბობ არაპროფესიული და არაიურიდიული ტერმინებით, მაგრამ ამას მე გეუბნებით როგორც ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც უბრალოდ აზროვნებს აღად. და მასზე მაშინ უფრო უხვად იქნებოდა გენეტიკური მასალა თუ რა ვიცი რა უნდა თქვა ბიოლოგიური მასალა გიგასის და მკვლელობისის. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ამ სავარაუდო მკვლელობის იარაღის დროული პოვნა. კიდევ რა იმალება ამ დათვალიერების ადგილში? ხო ვიპოვეთ სავარაუდო მკვლელობის იარაღი, შეიძლება იყოს ეს მითხეს ეს ისეთი რამეა, ეს ბიოლოგიური მასალა შეიძლება იყოს შერჩენილი. კი ბატონო, შესაძლოა იყოს შერჩენილი. აბა რაღაცა ასეთი მნიშვნელოვანი და რატო ვიმეორებ ამას ასე? იმიტომ რომ აქ იმალება სწორედ იმ არასრულწლოვანის ხომ შეიძლება ვახსენო სახელი და გვარი, ყველა სახელი და გვარი უკვე პროკურატურამ თქვა და კარგი მაშინ თქვენ არ თქვათ მაინც. კარგი, მაშინ არ ვთქვი. იმ არასრულწლოვანი გოგონასი, რომელიც იყო საქმის დამკვეთი. აქ იკვეთება რომ ვერ ხედავს პროკურატურა ამ გოგონას ბრალეულობას. ცალსაღად იკვეთება. აბსოლუტურად არც ერთი მტკიცებულობა რომ არ გქონდეს ხელთ. მხოლოდ და მხოლოდ აი ამ თვალთვალის ადგილის დათვალიერების შედეგად იკვეთება გოგონას 100%-იანი ბრალეულობა. რატო? იმიტომ რომ მე ეს ადგილი, სადაც მოსწავლეებს ამზადებდი და იქედან დაიწყო თვალთვალი გიგასი, მაქვს პირველ სართულზე ვცხოვრობ. ნებისმიერი ადამიანი ახლა ჩემთან ბევრი ჟურნალისტი მოდის, მათ ვეუბნები მის სამარცხოთა შორის ვეუბნები კიდეც რომ კორპუსის უკანა ეზო, მაგრამ ყველა ბუნებრივია ყველა ადამიანი თქვენც ჩემთან მოგბრძანეთ, მოხვალთ სადარბაზოს მხრიდან. ყველა მოდის სადარბაზოს მხრიდან. მკვლელები ზუსტად მოვიდნენ უკანა მხრიდან გვაქვს ჩვენ შესასვლელი, ზუსტად მოვიდნენ უკანა მხრიდან. საიდან იცოდნენ მათ ეს ადგილი? როცა გამოკითხვის დროს მათ აი ოქმში იცით თქვენ რომ მე არა მაქვს მასალები, მაგრამ რაღაც ფრაგმენტები ვიცი რაც ჩვენებებში წერია, მკვლელი ΑΓ, რომელსაც მხოლოდ ერთ პიროვნებას აქვს მუხლი წაყენებული ასე ისის მკვლელობაზე არა, სხეულის გაზრდაზიანებაზე და ის ახალგაზრდა ის არასრულწლოვანი ამბობს რომ გიგა ავალიანი ამოიცნო Facebook-ით. და ჩვენი ცენტრი, ჩვენი მოსამზადებელი ადგილი საიდან ამოიცნო? მოიყვანა იმ გოგონამ. იმ ზუსტად იცოდა. აი რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი იმ ადგილის დათვალიერების სოისა დათვალიერება მომხდარიყო ზუსტად. იმიტომ რომ კვლელმა ზუსტად იცოდა რომელი იყო ჩემი ფანჯარა. განამარტო ის თუ რომელი იყო ჩვენი შესასვლელი, რომელი იყო ჩემი ფანჯარა. იმიტომ რომ კვლელმა თქვა მე მიმოწერაში ერთადერთ რამეს აღიარებენ მიმოწერას, მესიჯებს. ეს რომ ყოფილიყო 15 წლის წინანდელი მომხდარი მკვლელობა, სადაც ასე აქტიურად თინეიჯერები არ მოკლედ ასე აქტიურად SMS-ებით არავის არ გეკლობდა, მაშინ ვერ უნდა გაიხსნათ საერთოდ. ამათ მის მესიჯები რო ქონდათ, ერთადერთ რამეს მესიჯებს ეხნობიან, ისე იმასაც ვერ აღიქვავენ, არ აღიქვავენ სწორად და კარგად. და საიდან იცოდა მკვლელმა ΑΓ, რომელი იყო ჩემი ფანჯარა? საიდან იცოდა? და საიდან იცოდა კარგი გიგავალიანი ამოიცნო Facebook-ით. საიდან იცოდა რომელი ვიყავი მე? ვინ იყო ეკაკუბადაძე? რატომ ვინ იყო გიგას დედა? იმიტომ რომ მიმოწერაში, რომელსაც ისინი ერთადერთ მტკიცებულებად მიიჩნევენ, მიმოწერაში წერია თეთრზე შავით, რომ გამოვიდა დედასთან ერთად.
რა იცოდა მკვლელმა რომელი იყო დედა და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი იმ არასრულწლოვანმა გოგონამ რომელმაც საქმე დაუკვეთა და 4 ფიგურანტი მონაწილეობს ჯგუფურ მკვლელობაში მე ამ 4 ფიგურანტს უკვე ჩვენ რო გვექნება გავშიფრებ 4 ფიგურანტზე როგორ უნდა დაიჭირონ ფიგურანტები როგორ უნდა ამოიცნონ ფიგურანტები მკვლელობაში მით უმეტეს მე არა ვარ იურისტი არც იმისი უნარი მქონდა რომ ჩამეხედა კანონებში თორემ სწრაფად ათვისების უნარი ნამდვილად მაქვს უბრალოდ რასაც ახლა პროკურატურის ამ უკაცრიელ და წამოსწროლ მესიჯებს ამ საკუთრისა ეთერებიდან და ამ ყველაფერთან რასაც ვიჭერ მხოლოდ იმას გეუბნებით მე მგონი მივხვდა მსმენელის თქმაც მინდოდა კი ძალიან კარგია ქალბატონიკა დიახ აი ნახეთ რისი თქმა მინდა მე ვამზადებდი აბიტურიენტებს რამდენი წელია მე მოსწავლეებს ვამზადებ მე მოსწავლეებს სიამოვნებაში არ ვამზადებ მე ვამზადებ მხოლოდ აბიტურიენტებს მოსწავლეებს ამზადებ და ჩემი შვილი მე მყავდა საკმაოდ მოსული ბრგე იმ დღესაც როცა ჩემი გიგა ჩემიდან ცენტრიდან გავიდა ჩემთან დარჩა 4 აბიტურიენტი ბიჭი გიგა მართალია იყო 28 წლის მაგრამ იყო საკმაოდ მოულილი ახალგაზრდა ვერ შეატყობდით მას სრულად ასაკს და დიახ ის ნამდვილად გავდა 22-23 წლის ბიჭს და ჩემი ზოგიერთი აბიტურიენტი უფრო მეტი ასაკის შესახედაობის იყო იმიტომ რომ იყვნენ გამოსული ვაჟკაცები ვიდრე გიგავალიანი იმიტომ რომ გიგავალიანი იყო საშუალოზე ოდნავ მაღალი და სუსტი სპორტული აღნაგობის მაგრამ სუსტი ბიჭი და არაფრით არ გამოიჩეოდა ჩემი მოსწავლეებისგან აი მით უმეტეს ღამის განათებაზე მაქვს ლაპარაკი მართალია ლამპიონები განათებდა მაგრამ მაინც ღამის განათების დროს უნდა დაენახათ გიგა როგორ მიხვდნენ რომელი იყო გიგა როგორ ამოარჩიეს თუ კი ზუსტად არ დაანახა იმ გოგონამ და თან კიდევ Facebook-ით გიგა როგორ ამოიცნეს მაშინ როცა მათ უნდა ეპოვათ მასწავლებელი გიგა ავალიანი და გიგას Facebook-ის გვერდზე ახლა შესაძლოა უფრო უცებ მსმენელმა ვერ მიხვდეს იმიტომ რომ მსმენელი ვერ მიხვდეს იმიტომ რომ ახლა იდება ეს მიმდინარე პროცესები გიგას გვერდზე მე გიგას ვთაგავ მაგრამ ჩავიდნენ 1 ოქტომბრის იქეთ ნახონ გიგას პოსტები და გიგას ყველა პოსტიდან გიგას ყველა კომენტარიდანაც ჩავს რომ გიგა არის სამედიცინო უნივერსიტეტის ჯერ სტუდენტი და მე მისი კურსდამთავრებული მხოლოდ ეს ჩანს არსად არ ჩანს იქ მისი მათემატიკის მასწავლებლობა და როგორ მიხვდა რომ ეს გიგავალიანი იყო ის გიგავალიანი ვისაც ისინი ეძებდნენ ესე გააფთრებული და აი ამიტომ მქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა შემისა თვალთვალის აგრის დათვალიერებას და კიდევ რომ ვერ ეპოვათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მკვლელობის სავარაუდო იარაღი მკვლელებმა გადააგდეს 6-7 მეტრში მკვლელობის ადგილიდან ის იარაღი ეგდო ვთქვათ რა იარაღი იყო მე გავაჟღერო ეს იარაღი იყო ქვა რიყის ქვა ეხლა აქვე მოდი ჯერ დაუბრუნდები შემთხვევის ადგილს პოლიცია მიპოვა ქვა და რატო უნდა ეჭვი რომ ეს იყო ის იარაღი იმიტომ რომ იმ ტერიტორიაზე და ამას მე დამეთანხმება პოლიციის უფროსი ბატონი იაგო ტალახაძე გდაინა ძელდების მეექვსე განყოფილების პოლიციის უფროსი და კიდევ სხვა პოლიციის ორი თანამშრომელი იყო მაშინ ჩვენთან ერთად და არ ვიცი მათ სახელი და გვარები თუმცა სახეზე უკვე ყველა ვცნობ ბატონი იაგოს თვალწინ ვიპოვეთ ჩვენ ეს ქვა რატომ უნდა ქონოდათ მას ეჭვი რომ ეს იარაღი იყო ქვა პირველი მათ იცოდნენ რომ კლინიკაში გიგას არ ქონდა გარეგანი დაზიანება და ამ გარეგანი დაზიანებას როცა გარეგანი დაზიანების კვალი არ არის ესე იგი დაზიანების დროს გამოიყენეს გლუვ ზედაპირიანი ბლაგრი იარაღი და გლუვ ზედაპირიანია ის თხელი ქვა შემდეგ კარგი და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რატომ დაუბრუნდი ისე შემთხვევის ადგილზე იმიტომ რომ იქ მეტი რიყის ქვა არ ეგდო ეს ქვა ეგდო კოსმოსთან ჩამოვარდნილივით იქ და იქ მეტი ქვა არ ეგდო თან უცნაურად ამოღებული იყო ეს ქვა და მიწაზე ნახტები ამ ქვას რომ ეთყობოდა ის ზედაპირი ქონდა ზევით უკვე ქვა თვითონ გელაპარაკებოდა რომ ეს იყო მკვლელობის იარაღი აი ნახეთ ქვა ხომ მიდო მიწაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში აი ასე მე ზევით მხარეს იყო ის მიწის ზედაპირზე ნამყოფი და მიწის პატარა ფესლები იმ ქვას ეთყობოდა და ჩვენ ამ ქვის სურათები გვაქვს კიდევ კარგი რომ გადავიღეთ
ახლა რატომ არის ვთამაშობ მე ამ ორ ლოკაციაზე, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, ვერ დაათვალიერეს ერთი ადგილი კარგად, ხო? ვერ კი არა, არ დაათვალიერეს. დიახ, რა თქმა უნდა არ დაათვალიერეს, მაგრამ ვიყოთ ლოიალურები ბატონო ზაზა. ვერ დააჭირდება დათვალიერება. როცა ჭირდებათ მე. მაგრამ როცა ჭირდება დაყალბებენ. დიახ, მე გადაცემებს უყურებ ახლა ეს გამოძიებები როგორ ხდება საქართველოში და შოკში ვარ. ყველაფერს სიგარეტის ნამწვავს იღებენ იქედან რომ თუ კი ეს მართლა რეალურია და ფილმისთვის თუ არ ჭირდებათ ის. და რატომ არის კიდევ თვალთვალის ადგილი მნიშვნელოვანი? ერთ-ერთი არასრულწლოვანი ჩვენება მიმოწერაში წერს რომ 3 საათი ველოდე. ამას ერთ ჩვენებაშიც რომ 3 საათი დარაჯობდნენ გიგას ერთ-ერთ დღეს. 3 საათის განმავლობაში ისინი ისხდნენ იქ გრძელ სკამზე, სკამეიკაზე როგორც ჩვენ ვამბობთ. გრძელი სკამის უკნიდან არის ეს ქვა აღებული. იქ არის მცენარე დარგული, მარადმწვანე მცენარე, იმ მცენარის ირგვლივ შემოწყობილი არის ეს რიყის ქვები და პოლიციას რომ ის ადგილი დაეთვალიერებინა, შემთხვევის ადგილს თავი დავანებოთ, თვალთვალის ადგილი რომ დაეთვალიერებინა, ცხადად დაინახავდნენ რომ მხოლოდ ერთი ქვა აკლდა და ის ქვა იყო ახალი ამოღებული. დაინახავდნენ იმას, რომ დაეთვალიერებინათ და მე როგორ გაუჩნდებოდათ ეჭვი და წავიდოდნენ და ნახავდნენ. კვლელმა ატარა 826 მეტრზე ქვა. 826 მეტრზე არ ვიცი წონი დაახლოებით ის ქვა რამდენი იქნებოდა, მაგრამ 700-800 გრამი მაინც. რისთვის ატარა თუ კი არ იყო ეს განზრახ მკვლელობისთვის განსაზღვრული იარაღი. ამას ხომ არ ჭირდება იურიდიული განათლება. ამას ჭირდება უბრალოდ საღი აზროვნება, ღრმა ლოგიკურიც არა, ბატონო ზაზა. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით აქციაზე. თქვენ მე არ შეგხვედრილ ვართ. თქვენ ეს ყველაფერი ჩემგან გესმით ახლა პირველად, იმიტომ რომ საქმის მასალებს ჩვენ არ გვაძლევენ და თქვენ ამ საქმეებთან ცდომა არ გქონიათ. თქვენც გესმით ეს პირველად და გულწრფელად მითხარით. ხომ ხართ გაოცებული? მე გაოცებული რატო არა ვარ, იცით? მე ვიცავდი იური ვაზაგაშვილის ინტერესებს. ჩემ მეგობარი იყო იური ვაზაგაშვილი და ზუსტად ესე გაყალბებული იყო ყველაფერი და შემთხვევის ადგილიდან ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე როდესაც სახალხო დამცველმა თქვა რომ აქ ეს იყო სახალხო დახურეტაო გადაიტანეს მანქანა ჩანდა რომ მინა იყო მთელი და დაჭირდათ მერე და მინა ჩამსხვრიეს პოლიციის შენობაში ანუ პოლიციის სადგომზე რომ გადაიტანეს და ვიდეო კამერამ დააფიქსირა რომ მანქანა იყო მთელი მინა და მერე ჩამსხვრიეს რომ თითქოს გაემართლებინათ რომ აქედან ვიღაცა მესროლა. მაგრამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მე შევიტანე მაშინ საჩივარი თქვა რომ ეს იყო კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, ეს სახელმწიფომ ჩაიდინა ადამიანის კვლელობა. მე მინდა უთხრა პროკურატურას გირგულიანის საქმეზე საქართველოს პრეზიდენტმა აქვს პასუხი. გირგულიანის საქმეზე ძალიან ბევრმა თანამდებობის პირმა აქვს პასუხი. რა გარანტია გაქვს პროკურორებს, რომ არ დაჯდებით საბრალდებო სკამზე? მით უმეტეს რომ ქალბატონი ეკა აცხადებს რომ იბრძოლებს სისხლის უკანასკნელწვეთამდე, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე. და დღეს გამოკვეთილი არის ჩემი აზრით პროკურატურის მხრიდან ჩადენილი მინიმუმ სისხლის სამართლის დანაშაული 352 მუხლი, ეს არის დაუდევრობა, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ რომ პროკურატურამ არ შეასრულა აუცილებელი საგამომძიებო მოქმედება. ასევე პროკურატურამ დაარღვია თავისი განცხადებით დაადასტურა საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება კონსტანტინე გამოსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელმაც თქვა რომ დაზარალებულისათვის საქმის მასალების არ გადაცემა, როგორც იყო ეს პირდაპირ მითითებული 57 მუხლში თ-პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო არანორმატიულ აქტად. აქედან გამომდინარე საქართველოს პროკურატურამ იცოდა რა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათი მოქმედება რომ არაკონსტიტუციური იყო ესეც იცოდა, მიუხედავად ამისა არ მისცა ქალბატონ ეკა კუპატაძეს სისხლის სამართლის საქმის მასალები.
რითაც ჩემი აზრით ჩაიდინა სავალიდო სისხლის სამართლის დანაშაული და როდესაც ქალბატონი ეკა აცხადებს რომ არ ენდობა პროკურატურას ეს უკვე დადასტურებულია თვითონ პროკურატურის განცხადებით. დადასტურებულია ასევე იმით, რაც ქალბატონი ეკა ბრძანებს, რომ შემთხვევის ადგილი ფაქტობრივად არ იყო დათვალიერებული. ასევე დადასტურებულია იმით, რომ თუ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში, რომ 2-3 დღე ელოდებოდნენ სავარაუდო მკვლელები გიგა ვალიანს, მათი განზრახვა იყო ერთობლივი განზრახვა და ეს არის ჯგუფური დანაშაული და ეს იცის ყველა მეორე კურსელმა, რომელიც აბარებს სამართლის ფაკულტეტზე და მეორე კურსზე სწავლობს სისხლის სამართალს. მე ზაზა ხატიაშვილის ვავკითხვას, ბოლოს და ბოლოს რამდენი ირინა ინუქიძე უნდა იყოს ამ ქვეყანაში პროკურატურის უკანონო მოქმედებებიდან გამომდინარე. ქალბატონო ეკა, თქვენ და მე გავიცანით ერთმანეთი ორშაბათს აქციაზე, სადაც მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი და დაახლოებით 80% ადამიანებსაც თქვენ პირველად ნახეთ, რუსთავიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ. თქვენს რომ მე დედა ვარ, ქალბატონმა ბრძანა და ყველაფერი მივატოვე და ჩამოვედი. ერთი ქალბატონი ზესტაფონიდან წონასწორობას ისე იცავდა. ერთი ქალბატონი ჩამოვიდა ზესტაფონიდან და თქვა, ჩაგეხუტათ მე ვნახე და გითხრათ, რომ ის ყოველთვის ივლის თქვენ აქციაზე, ვინაიდან ჩვენ უნდა გადავარჩინოთ და დავიცვათ სიცოცხლე. ირინა ინუქიძე, იური ვაზაგაშვილი, იამეტრეველი, ბატონი ჯუმბერ გამცემლიძე, ჯამბულ გამცემლიძე ყოველთვის ამბობდნენ, რომ ჩვენ შვილებს ვერავინ ვერ გააცოცხლებს, მაგრამ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ თქვენი შვილების სიცოცხლე. მე რომ მოვედი, პირველი რაც გავიგონე, თქვენ ბრძანებთ, რომ მე უნდა გადავარჩინო სხვისი შვილების სიცოცხლე და მე როგორც რიგითმა მოქალაქემ, როგორც მამამ, რომელსაც მყავს 2 შვილი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ თქვენ დაიწყეთ ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველოში შეწყდეს ადამიანების ჩასაფრება და უკანონო მკვლელობა. საქართველოში უნდა შეწყდეს პროკურატურის თავხედობა, რომელიც აყალბებს სავარაუდოდ აყალბებს სისხლის სამართლის საქმის მასალებს. უნდა შეწყდეს პროკურატურის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არახსოვრება და მე მინდა ერთი რამე გითხრათ პროკურორებო. ეს საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აუცილებლად წავა და მხოლოდ იმის გამო დადგება კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, მე ამას გეუბნებით ზაზდა ხატიაშვილი, რომელსაც შეტანილი მაქვს პირველი საჩივარი საქართველოს სახელი, საქართველოს წინააღმდეგ, ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ და პირველი საქმე მაქვს მოგებული ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მე ვარ ის ადვოკატი, რომელმაც 3 თვის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმი იყო ხელისუფლებაში 2012 წელს. მოვიგე 2 საქმე, მესამე მუხლით ეს არის წამება არგუმანური არადამიანური მოპყრობა და როგორც ვიცი მე, ეს არავის არ გაუკეთებია საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ 2 მესამე მუხლი მოიგო ერთმა ადამიანმა წამება არგუმანური არადამიანური მოპყრობა, ეს არის რაღაც ფანტასტიკის სფერო და მე ეს გავაკეთე და მე ვიცი თქვენ რა გელოდებათ. მე ვიცი რომ ყველანი დაჯდებით საბრალდებო სკამზე. ვინც არ მიეცით დაზარალებულ ეკა კუპატაძე სისხლის სამართლის საქმის მასალები, როცა არსებობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. და რა მტკიცებულება გვაქვს, იცი ქალბატონო ეკა? ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ ყველა ადამიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როცა პროკურატურამ თან მოითხოვა და მიიღო საქმის მასალები, ამ მტკიცებულებებს ამოვიღებთ და იქნება ეს მტკიცებულება სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, რომ თქვენ გახდით დისკრიმინაციის მსხვერპლი, თქვენ დისკრიმინაციის მსხვერპლად გაქციათ პროკურატურამ, იმიტომ რომ ვალდებულია პროკურატურა ყველა ადამიანთან მიმართებაში იმოქმედოს ერთნაირი სტანდარტით და ესეთი ცნობილი გადაწყვეტილება იყო ევროპის სასამართლოს ისტორიაში ლიტკო დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, სადაც ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე პირობებში სხვა და სხვა გარემოებებში ჩააყენო ადამიანი. ანუ ერთ და იგივე გარემოებების დროს შენ ვალდებული ხარ ერთნაირად იმოქმედო და არ უნდა გააკეთო ერთ ადამიანთან სხვა მოპყრობა, მეორე ადამიანთან სხვა მოპყრობა, როცა 2, 3, 10 ადამიანი მიემინდა პროკურატურას მიმართო. გთხოვს რომ შენ მომეცი სისხლის სამართლის საქმის მასალები. ერთ ადამიანს აძლევ და მეორეს ეუბნე, ვიცი რა, ვინაიდან არასრულწლოვნები არიან საქმეში, მე შენ ვერ მოგცემ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. მე მინდა უთხრა პროკურატურას, სად წერია ესეთი რამე?
არ წერია ესეთი რამე. სად შეეპარათ, როდი შეეპარათ ჩემი შეჯი. ბატონო ზაზა, ბოდიშის გიხდით, სიტყვა გაგაწყვეტინეთ. არა, გააგრძელეთ. ეს იმდენად მოცულობითი საქმე, ამას ერთი კვირა არ ეყოფა ალბათ და ეს გააბევრა და გაამოცულობით და სწორედ პროკურატურის უნიათობა. ან გულგრილობა მან ქთამის აღება მამას ვიტყვი ბოლომდე, ჩემი აზრით მათ შეეცადა. ეს სავარაუდოდ, იმიტომ რომ ჯერ გამოძიებული არ არის საქმე. აი სტრასბურგი რო გამოიტანს გადაწყვეტილებას, მე ყველაფერი იქნება. ეხლა ნახეთ მათ დისკრიმინაციის დროს მე რა გამახსნა ბატონო ზაზა. მკვლელი აგს მამას. ხომ გადაიღო ვიდეო სხვა მკვლელმა გრ და მკვლელი აგს მამას. ტელეფონში, თავის პირად ტელეფონში, მაშინ როცა მე საქმის მასალებს არ მაძლევენ, თავის პირად ტელეფონში აქვს გიგას მკვლელობის ვიდეო. ეგ რანაირად ქალბატონო? აქვს. საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია? ნუ კარგით არ თქვათ. ესე იგი, თქვენ ასევე თქვენ გამოსვლას სადაც ბრძანეთ, რომ სასამართლო სხდომის დარბაზის გარედანო იღებდნენო ვიდეოსო. ეგ დიახ, სასამართლოს სხდომას იღებდა ერთ-ერთი მკვლელის, ის უკვე სრულწლოვანი, აი ეს მკვლელი ერთ თვეში გახდა უკვე სრულწლოვანი რამდენიმე დღეში. გრუს მამა იღებდა სასამართლო პროცესს მიმდინარეობაზე. რა თქმა უნდა, მოსამართლემ რა თქმა უნდა წააშლევინა, რა თქმა უნდა შენიშნა მისცა, მაგრამ ჯარიმაც არ გამოუწერია. და მეორე მკვლელის მამას თავის პირად ტელეფონში აქვს გიგას მკვლელობის ვიდეო. ნუ ეს თქვენი ინფორმაცია. დიახ, ეს შეიძლება ამ წუთში წაშალოს, მაგრამ ამას დავუსაბუთებ, ვისაც ჩვენა ვიცი, არ გაიმეორებს ის ვისაც ჩვენა, მაშინ იმის მაშინ შეიძლება უყურეთ პატიცემულო ქალბატონო, პროკურატურამ ამ საქმეში რა თქვენ ბრძანეთ? აი მარტო ის რომ განვიხილოთ, არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება. დიახ, გავაგრძელებ მე მაგ ეფექტურ გამოძიებას და გავაგრძელებ მე მხოლოდ ორი ის თქვი სადაც უნდა შეეგროვებინათ მტკიცებები, მე რომ მეუბნებია რომ იცითო არსებობსო მტკიცებულებების არ მახსოვს ხა ტერმინებით ვერ ვისაუბრებ, მე აქ იურიდიული ტერმინები და მტკიცებულებები არ გვაქვს. მე უნდა შემეგროვებინა მტკიცებულებები, მე რამდენი რამე უნდა მეკრა, შვილის გადაჩენისთვის უნდა მეზრუნა, მტკიცებულებები შემეგროვებინა თუ რა, მაშინ მაგ გავყვები, სად უნდა მოეგროვებინა მტკიცებულებები, მე ვეთქვი. და რომ არ შეაგროვეს, ეს უკვე მათი ბრალეულობაა. მესამე, ანუ ჩვენ თქვით რომ შემთხვევის ადგილი, თვალთვალის ადგილი და ჩხრეკა. ეს არის სამი სტანდარტი, რომელიც ყველგან ყოველთვის უნდა გაკეთდეს. ჩხრეკა მე წუხელსაც ვთქვი, არ ჩაუტარებია და არც ერთი მკვლელის სახლში. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ჩხრეკა? იმიტომ რომ დასაცმელი უნდა მოეღოთ. დიახ, ეხლა მე თქვენ გეტყვით რომელი დასაცმელი ამოღება. მათ იცოდნენ რომ გიგა ავალიანი უგონო მდგომარეობაში იპოვეს გზაზე დაგდებული. მათ გაიგეს რომ გიგა ავალიანზე იყო ფიზიკური ზემოქმედება თავის ქალა, არავის არ გჯერა, მე არ მჯერა რომ პროკურატურაში არის ერთი ინდივიდი მაინც, რომელსაც სჯერა, რომ გიგას თავში მუჭის თარცმით გაუტეხეს ყველაზე მძიმე ძვა. თუ კი ეს მართლა ვინმე სჯერა, მაშინ გულობყილოა, მიამიტია, გულობყილო მიამიტების ადგილი არ არის პროკურატურაში, კეთილი ინებოს და დაუშვებს ალბათ რომელიმე კერძო ბაღი იმას ბავშვების გასართობ შტატს და ბავშვების გაფრთხილებლად იმუშაოს საბავშვო ბაღში. რა უნდა ეს პროკურატურაში? თუ კი ვინმე სჯერა რომ თავის ქალა წხდება შუბლიდან ცხრამდე ერთი მუჭის დარტყმით. თუმცა ამ მუჭის დარტყმას და ამ ძulis გატეხას ისინი თვითონვე თავისი ორი ჩვენებით ერთმანეთს უბათილებენ. ეხლა გავაგრძელოთ ჩხრეკის აუცილებლობას. და რა არის ისა ხოი ჩხრეკის აუცილებლობაზე ვისაუბრებ. რა საჭირო იყო ჩხრეკა, ვინ გააჩერებდა მკვლელობის იარაღ სახშიო? ამოიღო მაშინ ჩხრეკა, რაღაც უნდათ მაშინ. მაშინ სიცხე სამართლის პროცესთან ამოიღო მართალი ბრძანდება. შეურაცხყოფა ეს სიცხე სამართლის. ამოიღო საერთოდ აღარ ჩავწერენ არამისთან ეს არის ზედმეტი ხარჯი დროის და ადამიანური რესურსის. აღარ გინდა ჩხრეკა. საერთოდ ამოიღო. ჩინოვნიკები მილიონებს ილახავდნენ სახში და მოდენიმე თვე იყო გასული. იქ ჩხრეკა ჩატარდა. და თქვენი რა ქვია, მოკლული შვილის სავარაუდო დამნაშავებთან ჩხრეკა არ ჩატარება. აი ეს არის პროკურატურის სტანდარტი. როცა უნდა დადარება, როცა უნდა დადარება. კარგით, ამაშინაც გავყვეთ. მე ბოლომდე ლოიალური ვარ, იმიტომ რომ მე ვეძებ აქეთ, აი სად შეცდენ და სად არის ასე. ვერ გააკეთეს და არ გააკეთეს. ეს არის განზრახ-ჩადენილი ქალბატონი. სად ვერ გააკეთეს და სად არ გააკეთეს. მე ყოველთვის ვუშვებ რომ ვერ გააკეთეს. კარგი, ვერ გააკეთეს, ჩათვალეს უკვე განადგურებული იქნება და
ეხლა გავაგრძელოთ დანარჩენი. მათ სთხოვეს მკვლელებს, თუ არ ვიცი მოსთხოვეს, ახლა არ მინდა სიტყვაში გავამაკიდო, იმიტომ რომ ყველაფერში მომზდებენ და ყველაფერს მე მიკონტროლებენ, კი ბატონო, ტანსაცმელი მოსთხოვეს. ტანსაცმელში არ არის ამოღებული ფეხსაცმელი. დაუბრუნდები ისევ იმ ნაწილში, რომ გიგა ავალიანი იპოვეს ძირს დაგდებული უგონო მდგომარეობაში. და ძირს დავარდნენ ადამიანზე როგორ ახდენენ ზემოქმედებას. ზემოქმედებას ახდენენ ფეხებით. ხელითაც ჩამოხმული, მაგრამ ფეხით ძირითადად. ფეხსაცმელი არ არის ამოღებული არც ერთის. კარგით. აბა ტანსაცმელი რა არის აღებული? შიგნითა ტანსაცმელი. გარედან ჟაკეტი, რომელიც ეცვა მკვლელ აგს, არ არის ამოღებული. გარეთა მოსაცმელი. და ეს ტანსაცმელი არც კი მოძებნა პროკურატურა. იცით რა უთხრა იმ არასოწოვანმა? გავყიდე ონლაინ, ოღონდ არ ვიცი ვის მივყიდე და არ ვიცი როგორ გავყიდე. არც კი მოიძიეს მისი ისა ონლაინ გაყიდვის რა უნდა მაგის მოძიება? რა უნდა არ მოიძიეს. ვარ არასწორი? მიპასუხეთ ამ კითხვებზე, გამიცით პასუხი. რა კითხვები აქვს ავალიანის ოჯახსა და მე მაქვს ეს კითხვები, გამიცით პასუხი. და ბევრი სხვა კითხვაა, მაგრამ ჯერ რადგან მე გზაში რომ მოვდიოდი, რუსთავიორის იმაზე იყო მითხრეს, რომ არის გადაცემა, არ ვიცი, ერთ-ერთი მაღალი ჩინოსანი, ვერ გეტყვით ვინ იყო, არც სახელი გვარი ვიცი და არც პოზიცია მისი, განცხადებას აკეთებდა, რომ არ გვაქვს მტკიცებულებები და იმ პატივცემულ ქალბატონს მიახლავთ თქვენი ეთერით, სარგებლობ მომენტით და ვცემ პასუხებს. და როგორ უნდა შეეგრებინა, სწორედ მაგას ვამბობ. აი ეს ჟაკეტი არც უძებნიათ. შემდეგ ვიდეოშიც ჩანს. იმ ვიდეოში, სადაც არის დაფიქსირებული გიგა ავალიანის მკვლელობა, რომ ბენდენა ბოლომდე სახე დაფარული აქვს ბენდენით, ბოლომდე სახე დაფარული აქვს აგს. ჩვენებაში რას ამბობს? ხელზე მეკეთა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ბენდენა წამოსცა თუ არ ვიცი პოლიციის თანამშრომლიდან ვიცოდი, მგონი არ მინდა არასწორი იყოს, მოდი ამას ჩავეცნები. უბრალოდ ვიცოდი მე, რომ ამ ბის ბენდენით დაფარებული ქონდა ცხვირი, დაფარული ქონდა ცხვირიც. ესენი ამბობდნენ, რომ ხელზე ქონდა გაკეთებული. კარგი, არ მოიძია პროკურატურა. რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მე რომ ვამბობ, რა ასლაპარაკობს რა ბენდენა. შეიძლება მითხრას, სადაფრინოს, სადის მიხედოს კვადრატულ განტოლებაზე შეიძლება თქვა. და რატომ არის მნიშვნელოვანი ბენდენა? იმიტომ რომ გიგა ავალიანს ქონდა თავის მძიმე ტრავმა. მე როგორც ვიცი, გამომძიებლები ამასაც გადიან, რომ თავის მძიმე ტრავმა, მე მგონი ეს უნდა იცოდნენ, სამედიცინო ნაწილი რაღაცას მე მგონი მაგენი გადიან და უნდა იცოდნენ, რომ თავის ტრავმის დროს ღებინება ემართება პაციენტს და გიგას სავარაუდო ამოღებინების დროს და გიგა აი ამას სასამართლო პროცესამდე თქვენც არ გეტყვით ბატონო ზაზა. თუ იცის პოლიციამ რას ამბობდა გიგა და თუ გაეცა და გაშიფრვას გიგას სიტყვისას, ამას ნე მოსამართლეს ვეთქვი პირისპირ. და ეს უნდა სოდნოდა, უნდა დაეკითხათ იქ მეტპერსონალი, ვინც გიგა ჩაიბარა და რა თქვა გიგა. და სავარაუდოდ ახლა შეიძლება სიმეწილამდე, მაგრამ მოსამართლის თანდასწრებით მე ძალიან დიდი იმედი აქვს მოსამართლის, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსამართლე დაარტყევს ჩაქვს და ითქვას, რომ ეს არ არის გამოძიებული, დაიბრუნეთ. არ ვიცი რამდენად ეხლა მე გულუფრთხილ ვარ თუ რატო, მე ამის ჯერა და რაღაც მინდა გითხრათ, აი ბენდენ არის გამქრალი. რატომ? იმით მისული ყეზახში კი ბენდენა ქონდა იქნების კლუბის იარაღი, სავარაუდოდ ბიტა ჩაარტყავდა, ბიტას ვინ გაჩერებდა. გადააგდო ბიტა, გავყვეთ ამ ნაწილში, ვიყოთ ლოიალურები. იქნებ ბენდენა ქონდა სახში, ამოეღოთ. და ჩემი აზრით, გიგამ მაპატიას მსმენელმა მაპატია თქვენს, როცა ამოაღო პირი ღებინება ხასიათებს ამას, სავარაუდოდ გიგაც წამონაღები ამ ბენდენაზე იქნებოდა. მეორე მკვლელს გრს გადაგდებული აქვს, ნახეთ რა უთხრა რა უწერია ჩვენებაში, კემპი რომელიც მეკეთა გადავაგდე, იმიტომ რომ შესაკრავი დაუზიანდა და არ მახსოვს სად. არ მახსოვს სად გადავაგდე. იქნებ იქვე გადააგდო ურნაში, სადაც გიგა მოკლეს, მოძებნეს ის ურნები. იქნებ იქვე აგდო ის კლუბის იარაღი, მოძებნეს ის ურნები. დილამდე ხوار ჩამოვიდა იქ რა გვის გამცელი მანქანა. არ მოძებნეს. თუ მოძებნეს, მათ ჩვენ უნდა და მეც გავჩერდები მაშინ. უძებნია უცდია თქო ვეთქვი და სავარაუდოდ იმ კეპზეც, იმიტომ რომ ჩამოხლული იყო ის გიგას ბიოლოგიური მასალა იქნებოდა ზედ. ხო, ფეხსაცმელები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გიგას ტანსაცმელში შერეული იქნებოდა ამათი ფეხსაცმელების ბოჭკო და პირიქით ამათ ფეხსაცმელში შერეული იქნებოდა გიგას დაადასტურებდა ცენას და ამ დროს გიგა ავალიანის ტელეფონი მე ვითხოვე ცოტა ხნით.
ეს ძალიან სენსიტიურია, მაგრამ უნდა ვთქვა, მაპატია დედი შენზე ისე ვლაპარაკობ შვილო, თითქოს მართლა სადღაც რაღაცა რომელიღაც დეტექტივის წამიკითხავს და აზრი გავამაქვს და ვინმეს ამას ვუყვები. იცით ბატონო ზაზა, მე ჩემი შვილი საფლავის ქვაზე რომ სურათი გამედიდებინა არ მქონდა. არ მქონდა სურათი და ვთხოვე პოლიციას რომ თქვენთან ერთად დამათვალიერებინეთ გიგას გალერეა და ერთი სურათი გადმომაწერინეთ რომ ქვაზე გავუდიდო. დამეთანხმება მისი თანაკურსელებმა ვიდეოები ხომ მქონდათ და ვიდეოში დაიჭირეს და ფრაგმენტი გიგაზე ის ფრაგმენტი თანაკურსელების დაჭერილი ფრაგმენტი მაქვს მე გადიდებული შვილის საფლავზე. ამ დროს იმათი არაფერი არ ამოიღეს. ხვდებით ახლა პროკურატურა მე თქვი რატო არ გენდობით? ეხლა ხო, დამთავრეთ და კითხვას. დიახ, ბევრი რაღაცა მინდა კიდე სად უნდა შეეგროვებინათ. ერთი ადგილი გამოჩნდათ, მეორეზე იპოვდნენ, მეორე გამოჩნდათ, მესამეზე იპოვდნენ, მესამე გამოჩნდათ, მეოთხეზე იპოვდნენ და მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი გიგა ავალიანი არ არის დათვალიერებული. ვკითხულობდით ექსპერტს რა? მოდის ხთი? ვიკითხე. ექსპერტიზა მოვიდა ერთ-ერთმა პოლიციელმა ცნობს ახაზე ამ პოლიციელს მითხრა, როცა ვკითხეთ რომ ექსპერტზე კი, მე მეორე დღესვე მე ექსპერტიზა მოვითხოვე თუ გამოვიძახე თუ რაღაც მსგავსი და მე ვიცოდი რომ გიგავალიას ექსპერტიზის დათვალიერება ჩაუტარდა. ეხლა აღმოჩნდა რომ მეც ეს არ ვიცოდი, ჩემი შვილი ექიმია და მითხრა რომ თუ კი ეს ახლა გავიგე მე თუ კი დაზარალებულ შეუძლია სიარული მაშინ თვითონ მიდის ექსპერტიზის ბიუროში რომ დაათვალიერონ და თუ კი ის არის კომით, მაშინ მას ათვალიერებს ექიმი რომელმაც ჩაიბარა. მაგრამ მე რომ ვიკითხე რომ თუ მოვიდა ექსპერტიზა, მითხეს რომ ექსპერტიზა მოვიდა. მე ეს არ ვიცოდი მაშინ და ეხლა მე ვსვავ კითხვას. პროკურატურას ვსვავ კითხვას. პროკურატურამ იცოდა რომ ექიმმა ნიკა ზირაქაშვილმა ვერ დასვა დიაგნოზი. დიაგნოზი დავსვი მე. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი გახდა და გიგა დედიკო, მე შენ დაგიცავ, მე ყველა პროკურორს ვინ ჩემი საქმის ჩაფარცხვა შეეცა და ან გულგირლობით მოეკიდა, მე ყველას დავსვი საფრთხეების კამზე და დამნაშავების რიცხვი გაიზარდა პროკურორების სახით. და შეეწირა ეს პროკურატურა ამ აღვირახს პირუტყვარას უწოდებს. და გიგა ავალიანის დათვალიერება ანდეს ვის? ექიმს რომელმაც ვერ დასვა დიაგნოზი, ექიმს რომელმაც ვერ გაარჩია ერთმანეთსგან კრუნჩხვა და წინააღმდეგობის გაწევა. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ გიგას ჰქონდა, გიგა ატარებდა საკმაოდ დიდი ოდენობით ოქროულობას და მითხრეს რომ ხელს მე მეგონა ძარცვა ამიტომ და ვერ მოვაძრეთ სამკაულები არ გვაძლევს და მოდი მოაძრე შენ. რას დავეძებდი სამკაულებს? გიგას ხო ამ ნაწილს დაუბრუნდები მე და მე ვიტყვით ამინდობლად ქრონოლოგიურად გავყვები რას დავეძებდი სამყაროს მე რომ გიგა დავინახე შემიშინდა იმიტომ რომ ჩვენ ხო გვაქვს ფერადი გარსი თვალის გიგას შავია ეს გუგები ისე ქონდა გადიდებული ფერადი გარსი იყო დაფარული გიგას ქონდა ზღვისფერი თვალები და დამხვდა შავთვალებიანი მივხვდი რომ ეს იყო გუგა და შემეშინდა გიგა აკეთებდა რაღაც გაუცნობიერებელ აი ეს მოძრაობებს და ხელები ქონდა ერთ პოზაში და ეს იყო გრუნჩხვა ბეჭე ზარმაზელა კი ვერ ხსნიდნენ ვერა კრუნჩხვა ქონდა კრუნჩხვა და ექიმა კრუნჩხვა ვერ შეამჩნია გაფართოებული გუგები მიდრიაზი ვერ შეამჩნია ექიმა ვერ დაინახავ თითქმის მეორე თავიედო თავზე იმხელა ემატომა ქონდა და ეს თავის ფორმა არისო არ ქონდა მოთხე ჩემში სასიმეტრული დავიმეთქი და ეს გარედან რაც ჩანდა ესენი ვერ შეამჩნია და ის შეამჩნია გიგას ხელზე თუმცა ერთ-ერთ ექიმს უწერია რომ არ მახსოვს სამი ექიმის ჩვენება წავიკითხე სამივეს ხო კარგით ნახეთ დავშედენდნენ გამოძიების ნაწილში ხომ ასე უნდა იყოს რომ უნდა დასხდნენ როცა კლუბის სურათი უნდა დაიდოს და გაშიფრო ყველა ჩვენ აბა რისთვის არჩევენ ამ ჩვენებისთვის და მოსამართლეს მიაწოდონ ეხლა მიდი ურთხი თავი რა წერია შეგდე რა იკვეთება ამაშიო ჩვენებისთვის ხო არ არის ჩვენება ხონდა გაიშიფროს და მათ რატო არ იცით ყველაფერი მნიშვნელოვანი ვერ დადეს მკვლელობის სურათი ამიტომ ვერ წაუყენეს მუხლი ვერ დადეს არ დადეს დიახ და ნახეთ ახლა გიგა ავალიანს ექიმებს აქვს სხვადასხვა დაზიანებები ჩაწერილი ერთ ექიმს უწერია თავის უკანა ნაწილი დაცემით რომ დაუძდიანდა გიგას ერთ ექიმს უწერია მარჯვენა ხელის დაზიანება ერთ ექიმს უწერია და არც ერთ ექიმს არ უწერია ლოყაზე დაზიანება ყველანმა აგუმ ჩვენებაში თქვა რომ დავარტყი ლოყის არეში ნელ-ნელა წააჩოჩა ეს ლოყის არე პროკურატურამ და ჯერ თქვა რომ თავის არეში მე თავში
თავში მოიაზრებოდა ლოყაც. თავზეა ეს ლოყა, ხო? თავში მოიაზრებოდა ლოყა და შერჩად ეს ტერმინი თავი, მაგრამ მე რა უნდა აპატიად გამოთქვეს, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა ეს სიტყვა უხდება, უნდა გაეправებინათ თავის გატეხვა. ამიტომ ეს ლაღათმა მათ გადაინაცვლა შუბში. ნელ-ნელა აცოცხლდა და მივიდა შუბში. ჩაერთო შუბში წერია. კარგი, დაარტყეს შუბში გიგას და გიგას ქონდა და სავარაუდო მე რატომ დავთქვი ასე დაწულებით, სავარაუდოდ იმ მუჭის კვალი იყო ლოყაზე. მაგრამ შუბში დაარტყა შუბში. კი ბატონო, გავყვეთ ბოლომდე, ვისაუბრეთ მას პოზიციიდან. დაარტყა შუბში, ჯერათ ამ აგუსი, ჯერათ ეს არის ანგელოზისიდან ჩამოფრენილი ეს მკვლელი აგუ და ჯერათ. დაარტყეს თავში. გიგა ავალიას ლოყაზე ქონდა დაციანება. მე ვნახე ეს ჩემი თვალით. არ ენდობიან ეკას. იმიტომ რომ ეკას და საქმის გაყალბება. კი ბატონო, ეკას და საქმის გაყალბება. მაშინ ახლა ერთი რამე ვთქვათ. გლდაი ნაძალაძეების მეექვსე განყოფილების უფროს ბატონ იაგო ტალახაძეს ტელეფონში ქონდა 17 ნოემბერს ღამით მე როცა პროკურორი აპელირებდა მხოლოდ ერთ დარტყმაზე ვუთხარი რა ერთი დარტყმა კაცო გავიგე რომ მოარტყა შუბში კი ბატონო მაგრამ აბა ლოყაზე რა არის ცოტა იყო ლოყას დაზიანება ქონდა მე ვუთხარ ლოყას დაზიანება გიგოზე გამოვიკეს პოლიციაში თუ რატო არ ქონდა დაზიანება აღწერილი და მე რა ვიცოდი თუ ექიმებს სხვა ჩვენებები ქონდათ და აი ეს სურათი, აი ეს დაზიანება, რატო უცადეს ერთი თვე, რას დაელოდნენ? მე თვე ნახევარი ერთი თვე კი არა. და ეს ცალკე ცირკია კიდე ამ სურათის გადაცემა, მაგრამ ექიმებს ჩვენებებს გავყვეთ. სხვადასხვა ექიმს სხვადასხვა დაზიანება აქვს აღწერილი. რომ დაასყდნენ და ეს დაზიანებები მართალი ახლა აფექტური მდგომარეობა იყო იქ, ცოტა ისეთი მდგომარეობა იყო, შეეშინდათ იმ ექიმებსაც რაღაცა და შეიძლება ყველაფერი ვერ დაინახა და გიგას ესეთი თვალერება არ დაუწყო, ხო? ერთ უწერია მარჯვენა ხელი, ერთ უწერია თავისი ყველანაწილი, ერთ უწერია შუბლი, ერთ უწერია ლოყა და სხვადასხვა რომ წერია, რატომ არ დაკითხეს ხელახლა? აბა გაიხსენე თქვა და რაღაცა მსგავსი. ანდა აეკინძათ ეს დაზიანებები, არ უნდათ ხელახლა დაკითხვა, აეკინძათ. აეკინძათ და იცით რას დაინახავდნენ? იმას რომ გიგას დაზიანებები ქონდა ორივე მხარეს, მარჯვნიდან და მარცხნიდან. ესე იგი ნაცემია. ესე იგი ნაცემია. მკვლელმა გარშემო ეს კრუგი უთხრა ამ გიგავალიას და ხანიკიდან დაარტყა და ხანიკიდან დაარტყა. და მით უმეტეს როცა პროკურატურა ამბობს რომ გუშინწინდელ მათ განცხადებას ციტირებ აგუმ დაარტყა შუბლის არეში გაითი მოწყვეტი დაეცა გიგავალიანი გაიჩა და მიიმალნენ კლუბის ადგილიდან მიიმალნენ წამიერად მიიმალნენ სადარაბა ის 19-წამიანი ვიდეო ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას პროკურატურა არ უნდა დებდეს ეთქვათ რომ ეს გადაღებულია ვიდეოთი რაღაცა და მოკლედ და ეს ვიდეოში ისეთ რა არის მარტო დარტყმა არ არის ვიდეოში შეურაცხმყოფელად თვითონ რო თქვა ერთ-ერთმა არასოწოვანმა რომ ვასულიერებდიო მოსულიერების გინება გაგიგიათ ხმამაღლა გინება და შეურაცხმობა გაგიგიათ მოსულიერების დროს და მე კიდე ძალიან ხშირად ვამბობ ხო ეს სამი ნაწილი მოკლედ გიგას დაცვალიერებაზე რაც ყოფილიყო მეოთხე ნაწილი თანმიმდევრულებით ვიყოთ მოდი ვთქვათ ჩვენებები ექიმების ჩვენებებზე ვისაუბრები ახლა იყო განსხვავებული კი ბატონო ერთმა ხელი დაინახა ვისეცალა პაციენტის გადარჩენისთვის დაიწყეს ზრუნვა ვიყოთ ყველაფერში ლოიალურები არ გვინდა არა იყოს ვერა ვიყოთ ყველაფერში ლოიალურები ხო ფაქტია ერთმა ხელი ჩაწერა ერთმა თავი ჩაწერა ერთმა ის ჩაწერა და ააწყო შემდეგ ჯერ ერთი გიგა ავალიანს მე ამას დამეთანხმება რეანიმაციის ყველა შიგნით ვინც მუშაობდა გიგასთან 4 ბრიგადა იყო 4-ვე გიგა ავალიანს მარჯვენა მხარეს მუხლის შიდა მხრიდან ქონდა დაზიანება ბოლომდე უბრალოდ აღარ გაუმწვანდა გაუყვითლდა ეს ჩალურჯებული ნაწილი და ბოლოს მერე ღია ბაცფერის იყო და ბოლოს გარდაცვალების წინა 2 დღეს ქონდა თუ არა არ ვიცი იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით უმძიმეს მდგომარეობაში და ის ერთი ადგილი ისე მწარედ იმიტომ მახსოვს რომ მე ჩემთვის იკუსმევდი ნაკურთხზეც და ნაკურთხ წყალს და იმ ადგილზე განსაკუთრებულად მე დედიკო ტივა ფეხი ამხელა კაცაზე ვეფერებოდი თავის ქალა მოხდილი ქონდა და ფეხი ტკივა თქო იმაზე ვინებოდი და ეს იყო მარცხენა მხარეს ის იყო მარჯვენა მხარეს ხელი ფაქტია ყველაფერს თავი დავანებოთ ფეხის მუხლის დაზიანება და ხელის დაზიანება ყველაფერს რომელიც აი ეს ბოლომდე რომ ქონდა და ექიმებს უწერიათ მარჯვენა ხელის დაზიანება და ფეხის დაზიანებას ყველა მეტპერსონალი ყველა ვისაც გიგასთან შემხებლობა ქონდა ამას იტყოდა და ჩვენებები ექიმების იყო სხვადასხვა და არ აკინძეს და არ ჩაიხედეს შიგნით და არ გაიაზრეს და მე დავპირდი პროკურატურას მე მათ ვასწავლი წერა კითხვას ისე მწარედ ვასწავლი სტრიქონებს შორის დამოიკითხავენ და მეორე ჩვენება
ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ჩვენება, მე ვფიქრობ, გეზი აქეთ უნდა დაიყო. თუ კი ერთი მუჭის დარტყმით, მოკლეს გიგა ავალიანი. მე მინდა შევეხოი მოთხარას უწოთ, მე პირველად აღმოჩნდა გიგასთან. და მე სხვებიც მოვიდნენ. რატომ მოვიდნენ, არის თუ არა ამბიჭები ჩვენებებში ეს ჩაწერილი, რატომ აი როგორ შეხვდნენ, როგორ მოამზადონ პასუხები პროკურატურას, ვინც უნდა იმან მოამზადოს. მე ხლა აქედან უსვამ ამ კითხვებს და პირდაპირ მათთან უნდა დამისვა. აქედან დამხდე პასუხმომზადებული. მე ყველა კითხვებზე პასუხი მჭირდება და მჭირდება სწორი კვალიფიკაცია მკვლელობის და არ მჭირდება რაღაცა მე შენ ხო გაჯობი ამაში, არა. მე მჭირდება სწორი კვალიფიკაცია. დანაშაულის და მოამზადონ პასუხები. როგორ შეხვდა თუ არ დაუსვეს ეს კითხვები უნდა დაესვა და ბიჭებმა რა იცი ამის როგორ უნდა მისცენ ჩვენება მეც არ ვიცოდი რაც მეკითხებოდა მეც იმაზე ვცემდი პასუხს და მე რა ისაგებდა გამომძებელი როგორ შეხვდა კულელები და ეს ბიჭები ერთმანეთს მე გეტყვით სავარაუდო შეხვედრის მომენტს ხო კარგი თუ დაუშვათ იმ დროს იმ ერთი მუჭის დარტყმით გაწყდა თავის ქალა და აქაც დაუშვათ მე ყველა ნაბიჯი ლოიალური ვარ მაგრამ ლოგიკურად ვერ ვაწყობ მათ უაზრო გულუფრთხილო მიამიტურ განცხადებებს და დაუშვათ გაუტყდა ყველა მიცის თუ არიციან კითხონ მეტ პერსონალს კითხონ ექსპერტიზას კითხონ რამ ხელა ხმა აქვს დაუშვათ გატყდა არ გატყდებოდა ჯამთელი 28 წლის ბიჭის თავის ქალა ერთი ხელის დარტყმით გატყდებოდა მაშინ თუ მას ქონდა ოსტეოპოროზი და დაუსვან გიგავალიანს დიაგნოზი ოსტეოპოროზი ხომ მოხდა გვამის გაკვეთა და შესწავლა და ჩემ ხმას ვერ გაიგონებს ვერავინ მე დაუდგები თავდებში მკვლებს და გამოვიყვან გარეთ არ ვიცი ხა ეს რამდენად რეალური რამე ვთქვი მაგრამ ჩემ ხმას ვერ გაიგონებს ვერავინ დაუდგინონ გიგას ოსტეოპოროზი სხვა შემთხვევაში გიგას თავი არ გატყდებოდა მაგრამ დაუშვათ და გატყდა თავის გადახვას და მიკაცრავად თავის გადახვას აქვს უზარმაზარი ხმა და გინებას რასაც ეს გიგას აგინებს იმ მისი თქმით მოსულიერების მომენტში და ჩემი მხრიდან შეურაცხყოფას აყენებს უმწვავ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ჩემს ყველა ღირსები ჩემ ქულშვილს და შვილს რომელიც სალამს ეუბნებოდა მორიდებით თორემ შეუძლიათ გამოკითხონ ჩემი მეზობლები ძალიან ბევრი მეზობელია ჩვენთან დაკითხული და გამოკითხონ მეზობლები ერთ ფრაგმენტს ვიტყვი მარტო და არ ამოვარდები კონტექსტიდან როცა შორს იდგნენ ჩვენი მეზობლები იქ ერთი გრძელისკამი კიდევ ჩვენი ცენტრიდან სადღაც 20-30 მეტრში ჩემი შვილი შორიდან ცენტრიდან სალამს არ ეუბნებოდა აქედან იქამდე ეს დედიკო დაყვირება მისალმება კი არაო და ახლოს თუ შეხვდებოდა ახლო დისტანციით მაშინ თუ სახეში არ ხედავდნენ ის მამაკაცები არ დაუძახებდა აქედან მე ასეთი მოლიდებული მოწესებული და ასეთი კარგი შვილი მყავდა აქ არის ჩემი მეზობლები შეუძლიათ გამოიკითხონ ის კაცები რომ თუ კი ბატონი რომ მოვიდა გოგონ აქციაზე თქვენი შვილის მოსწავლე როგორი ის იყო რა ქვია გამწარებული რომელიც ამბობდა რომ გიგასნაირი ადამიანი არ არსებობდაო და როგორ ტიროდა. დიახ, მართლაც უნიკალური შვილი მყავდა. ყველა შვილი ძვირფასია, მაგრამ მართლაც უნიკალური ვერ ხვდება საქართველოს ვინ დაკარგა. შეიძლება ვინმეს კითხვა გაუჩნდა ასეთი მაგარი ვინმე თუ იყო რატო არ ჩანდაო. იმიტომ არ ჩანდა რომ მე გიგაზე 6 თვინახევრის ფეხმძიმედ ვიყავი, როცა მარტო დავრჩი და შვილები გავზარდე 90-იან წლებში მეხმარებოდა მშობლები და ძმები, მაგრამ მათ არასდროს არ გაუგია ჩემი გაჭირვება, არასდროს. თორე აგერ არის ჩემი ძმები და მამა ჩემი დედა აღარ მყავს და მათ არ იცოდნენ რომ მე მიჭირდა შიში, შიმშილში, სიცივეში, ენით აღუწერელ ტკივილში გავზარდე მე შვილები და ამიტომ ჩემი შვილი თვითონ ჩამობდა 56 მოსწავლე ყავდა და მასებლებმა ისინი ეს იციან ეს რას ნიშნავს ჩემი შვილი თვითონ ამზადებდა მოსწავლეებს რომ სწავლა უკაცრავად მაყურებელს სწავლაზე ვერ საუბრობ ამაზე ასე მარტივად და განვიცდი ძალიან და და სირცხვილი სახელმწიფოს ვისგან მაცვევინებს ვისი მხარე აირჩიეს სახელმწიფო სირცხვილი მართლა მიკვირს აი ეგ შარვალ კოსტუმი ამ შარვალ კოსტუმს შეგნებულად ვამბობ ასე და ძალიან კარგად ვიცი რომ შარვალ კოსტუმი არ არის გაიხადეთ და მოდით თანამდებობისთვის რომელიც გაცილეთ გაიხადეთ და მოდით და ადამიანურად დამიჯექით გვერდით და გაიაზრეთ ხალხო ვის კლავენ ვინ კლავს და ვის იცავს და ვის მხარეს დგახართ შეგნებულად არ მჯერა რომ საქართველოს პროკურატურაში მართლაც ამდენი გულუფრთხილო მიამიტი და თუნდაც ამდენი ორგულია ეს
ისე შეგნებულად მიზანმარხულად იმდენი არ ვიცი ისე აქვს საქმე ჩაფარცხული რომ ახლა შესაძლოა თვითონაც უნდათ მაგრამ თავს აღარ უყრია თუ უნდათ ყველაფერს გააკეთებენ ქალბატონო ეკაც სანამ არ გააკეთებენ მოძებნულ ხვრელები მე ვიცოდი მეც გავიგე რომ საქმის უკან გამოთხოვა არ შეიძლებოდა და ერთი დღე მაინც მოიცადეთ იმიტომ მახსოვს მე რომ ორი დღე კიდე ქონდა და ვთხოვდი იმ ლუკა გამყრელიძე მელაპარაკა სახელმწიფო სახელი და სირცხლელის სახელმწიფოს და ლუკა გამყრელიძეს ასე უსირცხლო დალაპარაკებს და ციტირებს ის და ამბობს რომ მე ვარ სახელმწიფო ის არ არის სახელმწიფო მე იმ სახელმწიფოს რომელსაც ლუკა გამყრელიძე წარმოადგენდა არ მემსახურებოდი 30 წელი მე ჩემს სახელმწიფოს მემსახურებოდი 30 წელი ღირსეულად და ჩემს საქმეში ჩემს ყველა ღირსებას გადმოუფენ და დაულაგებ თუმცა მე კიდე ვიმეორებ მე ძალიან კარგად შეცნობილი და გაცნობილი ვყავარ უკვე ამათ თუმცა მანამდეც არ ვიყავი დაფარული ფიგურა და დავუბრუნდეთ ისევ იმ არასრულწლოვნების ჩვენებებს როგორ შეხვდნენ არასრულწლოვნები და მკვლელები ხა ვის ჭერა რომ მკვლელები მივიდნენ არასრულწლოვნებიდან და გამოიძახეთ ეგერ კაცი აგდია და გამოუძახეთ სასრაფოს ვის ჭერა ახლა ამის მე არ გჯერა და თუ ასე იყო მაშინ ავტო თვითონ არ გამოიძახეს და როგორ მივიდნენ მე ვიცი როგორ მივიდნენ ის ბიჭები შემთხვევის ადგილიდან იყვნენ არ გამიზომია უნდა გავზომო ვერ მოვიცალე მიჭის იმ ადგილზე მისვლა და ამიტომაც რომ ვერ მივედი თორე რას ვერ მოვიცალე ჩემთვის მეტი არაფერი ასაზრუნო ვერ არსებობს გიგავალენის გარდა დაახლოებით არ მინდა ზუსტად დაახლოებით 20-25 მეტრში თავის ქალის გატეხვას რამხელა ხმა აქვს კი ბატონო მუჭი ტაისონია 5 ტაისონი და ერთ აგუში 5 ტაისონი გაუტეხა მუჭი გიგავალიას ანდა უფრო მეტი აბსურდი დავარდა და საზამდროს ეფექტი თუ გავდავარდა წინ გავუტყდა თავი ის რომ ორივე ჰემისფერო და ამის ეს არსებობს ეხო რომ გადავგეს ის ტომოგრაფია რო გაუკეთეს გიგას სურათი არსებობს ამისი კლინიკაში შეიყვანეს საათი და 40 წუთის შემდეგ ნახეს ეს თავის გალის დრამა და მე რომ შევედი ქუჩაში იპოვეს და მე მეგონა ან ანევრიზმა მე ხა მედიცინისგან ძალიან შორს ვარ და ვფიქრობდი ერთი ანევრიზმა გამიგე და ვიკითხე ანევრიზმა და არა თავი გადაღებულია ყველაფერი კარგად არის ფიცავ გიგავალენის სიცოცხლის იმიტომ რომ ყველაფერზე შეიძლება მითხრა რომ არასწორს ამბობს და მე ვინც მიცნობს და ძალიან ფართო სანაცნობო წრე მყავს თორემ მიცის რომ მე მათყوارა და ფლიდი ადამიანი არ ვარ როგორც შინა გასაკვირდა მინისტრის მოადგილე ბატონმა ალექსანდრე დანახველიძე მითქვა თქვა და მე ამას ბევრჯერ იმიტომ ვიმეორებ რომ არ ვაპატიებ გამწარებულ დედას სამძიმრის ნაცვლად როგორ მაკადრა ეს იყო მტკნარი სიცრუე იცის ალექსანდრე დანახველიძემ ვინ ვარ მე ასაკს მას აქვს ისეთი პიროვნული ისტორია როგორც მე ქალბატონო ეკა ერთი კითხვა მინდა დაგიყვათ აი როგორც მტკიცებულების შეგროვებაზე კიდევ არის ბევრი ნიუანსი მორჩით და მე გეტყვით მაშინ მტკიცებულებებზე რა კარგით ვისაუბრებთ მტკიცებულებებზე დიახ აი ამ თავის გატეხვას აქვს ძალიან დიდი ხმა იმას მოусმინონ იმ ვიდეოს ეს ხო ერთადერთი მტკიცებულება აქვს ისიც ვერ ამტკიცებენ რომ კვლელობაა და არის ამბობენ რომ მარტო სხეულის განზრახ დაზიანება ქონდა აგუს იქ ისე ხმა მაღლა კვირის გრ როცა გიგა შეურწყებს ახკენებს 25-ში ის ბიჭები იმას გაიგონებდნენ ბიჭები წამოვიდნენ ხმაზე თავის ქალის გატეხვის ხმაზე კი ბატონო მუჭით გატეხა თქვენთანა ვარ გატეხა მუჭით უფრო მეტად ვარ თქვენთან დაეცა საზამდროს ეფექტით გასკდა წინ გენაცვალოთ ეხა გასკდა ეგრე ხმა ხო ქონდა ხმასად გაიქცევით თუ მექანიკურ იმას გაურბიხართ ხმასად გაიქცევით ხმა ხო აქვს თავის ქალის გატეხოს უზარმაზარი ქონდა ეს უზარმაზარი ხმა იმ გინების ხმა, იმ შეურაცხყოფის ხმა აუცილებლად მივიდოდა ბიჭებამდე. ერთადერთი გზა არის იქ ბატონო. თქვენ ბიჭების ჩვენებები ნანახი გაქვთ? არ მაქვს მე საქმის მე არ მინახავს. არ მინახავს. იმიტომ არ გაჩვენეთ რომ მაგრამ მე ესენი ვიცი, რა იცისო დედამო გვითხრავს, მე ესენი ვიცი ხალხო მე ბაზროვნებ და ესენი ვიცი რომ ესენი არსებობს. და რა ჩაუწერეს და რა უწერეთ ეს საქმისასები არ ვიცი. მაგიტომ მოფთხიან ეს ლოგიკა აქ რო არ ჩავსვა. და სწორად მხოლოდ რობერტ მე წავყენო. შემდეგ ფაქტია რომ რაღაცის ნახვა არ უნდა. იმიტომ რაღაცა გადაფარონ. თქვენ გენახათ ის რაღაცა რომელიც არ უნდა გენახათ, ამიტომ მოიშორეთ საქმე. ამიტომ მომიშორეს მე. ეგონა ჯერ მომიშორებდნენ. უბრალოდ არა ვარ ბატონო ლუკა გამყრელიძე უბრალოდ მე. იცოდეთ ეს თქვენ ძალიან კარგად. არავინ არ არის უბრალოდ, მაგრამ მით უმეტეს მე შეგეშალათ ადრესატი. დაგიმტკიცებთ ამას და ძალიან მწარედ დაგიმტკიცებთ.
და ეს ერთადერთი გზა არის, მეტი გზა არ არსებობს. იმ ბიჭებს კვალი არ ეორეოდა, ნეტა საიდან მოდის ეს ხმა და ნეტავი საიდან გავიგონოთ და საიდან ისმის ან ეს გინება, ან ის. ის ბიჭები წამოვიდნენ აქეთ. და იქ ახლა ცოტა ბაციფერით, მაგრამ შუქი მაინც იყო სკოლა არის, 159 სკოლა და განათლების სამინისტროს მიმართა. ვიცით კლუბა სად მოხდა? სკოლის წინ, საჯარო სკოლის წინ. ეს იმ დროს, როცა გარკვეული წრეები, ცეკვის, მუსიკის რაღაცა კალათბურთის, სპორტის რაღაც სხვა წრეები, ამ დროს ჯერ კიდევ არის ხოლმე, ხლა იმ კონკრეტულ სკოლაში არ ვიცი იმ დროს არის თუ რა, მაგრამ მე სადაც მუშაობ, იმ სკოლაში საღამოს წრეები არის. და განათლების სამინისტროს მიმართა 159 სკოლის წინ დაცული არ არის ტერიტორია მკვლელებისგან. ხმა მოიღეთ ხალხო, გაიხადეთ ეგ პიჯაკები, მაინც მოკლევად აქვს თანამდებობისთვის ჩასმულ პიჯაკებს საქართველოში, გაიხადეთ ჩემთან დადეკით როგორც დედები, როგორც მამები, დაიცავით ჩემი ღირსეული მკვდარი სპეტაკიშვილის ღირსება ჩემთან ერთად და ეს თქვენი შვილების სიცოცხლის გარანტიას მოგცემთ. ეს რაც შეეხებოდა ჩვენებებს. ჩვენებების შემდეგ კიდევ რა შეიძლება იყოს? მიმოწერები მორგებული. ამ სიტყვის უმნიშვნელობით მორგებული აქვთ აი იმ დამკვეთ გოგონაზე და იმ კლუბის ფიგურანტებზე, რომელიც განზრახ კლუბაში არის ხოლმე, ამ ფიგურანტებზეც ვისაუბრებ. პირველი ფიგურანტი რომ არ ავრიო მსმენელი ამ ფიგურანტებზე მე ვისაუბრებ. პირველი ფიგურანტი დამკვეთი არის ის გოგონა ნი და მორგებული აქვს ამ გოგონას. განა ვინ ფარველობს, ყველა რო ეწირებით, განა რა გიღირთ ერთი ადამიანი მართლა ჩამოვაქცევთ პროკურატურას. არ გეგონოთ მე გიგა ავალიანი საპირწონეთ ვინმე სკამს გავასწორებ. არ გეგონოთ ხალხო. დიახ, კარგი სიტყვა მომაშველა ლუკა გამხრელიძემ, გიგა ავალიანი არ არის უბრალო და გიგა ავალიანის დედა არ არის უბრალო. ცუდ დროს, ცუდ ადგილზე შეხვდით ცუდ პიროვნებას. და ჩამოგაქცევთ პროკურატურას, რა ჯანდაბად გიღირდი ნიაიმნაძის ვიღაცა. და მორგებული აქვს ეს მოწერა ნიაიმნაძისთვის. ახლა ამ მოწერას ჩვენ თქვენ ვერ გავშიფრავ, ჯერთი არც მაქვს, მაგრამ ფრაგმენტები მაქვს გამოჩენილი, სადაც პირდაპირ იკვეთება, რომ ნიაიმნაძე იმას კი არ გეუბნება, წადი მოკალიდე და მიდასტურე. აქეზებს ეუბნება საქმეს აძლევს, მოვიდა, გიგა აჩვენა, სახლი აჩვენა, დედა აჩვენა, ფანჯარა აჩვენა, დრო უთხრა, როდის გამოვა, საიდან გამოვა, სად მიდი, სახლი იცოდა. იცით კლუბმა სახლი რო იცოდნენ? საიდან იცით? ჩვენებაში უწერია თქვენ ხო იცით რომ ჩემს ადვოკატს კაპიტონ დაჯანს მხოლოდ 7 ჯერ ნახეთ უსირწყლოდ ესეც კითხვას გუშინ რომ მხოლოდ 7 ჯერ მეტჯერ არ მიწეს კაპიტონ დაჯანს იქ მისის უფლება, იმიტომ რომ უფლება კი არა ვერ შეთანხმდნენ. იქ გამომძიებას არ ეცალა, იქ ვიღაცას ვერ ეცალა, სხვა საქმეებიც ხო გვაქვს და 7 ჯერ მეტად მიუხედავად იმისა რომ მზაობა ბევრჯერ ქონდა, არ ქონდა 9 ტომია საქმე. 7 დღეში ადამიანი ისწავლიდა? შეისწავლიდა? 7 ჯერ მისვლა შეიძლება მაქსიმუმ 2 ტომზე. დიახ, მაქსიმუმ, აი ეგეც მაქსიმუმ. და უნდა შეესწავლა ყველაფერი და პარალელურად მე ჩემთან უნდა გავა. გვერდია ერთი ტომი. ხო, და ისა ვამბობდი იმას, რომ აი ამ გოგონას არგებენ ამ ჩვენებას და რაღაც მნიშვნელოვანი გამიდოდა და დამავიწყდა, თუმცა ამაში იმდენად მნიშვნელოვანი საკითხებია, რომ გამახსენდება ალბათ მე და ვიტყვი. და რა თუ ღირთ ეს ერთი გოგონა ნი. შემდეგ აი რამდენი რამე ჩამოუთვალეს, სადაც შეგნებულად დაკარგეს სამხილები. ეს შეგნებულად არ არის და ამდენი გულუფრთხილება ამ ხალხს ახასიათებს. ვიმეორებ რა უნდა მათ პროკურატურაში. გაუშვან, ადგილს აცდენენ, გაუშვან. და შემდეგი კიდევ სად უნდა ყოფილიყო მტკიცებულებები. მტკიცებულება ყველაფერი გვერდზე გადავდო და არ ქონდა არაფერი. არც ერთი მტკიცებულება ეძებეს, ეცადნენ მაქსიმუმ თუ ვერ იპოვეს. ბოლო მტკიცებულება და ყველაზე მნიშვნელოვანი. მე არ ვიცი, რადგან არ მქონდა საქმის მასალები, რომელ გარაჟზე არის დამონტაჟებული კამერა, სადაც გაიარეს და გამოიარეს. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, სადაც გიგა კამერებთან უკვე შემოვიდა, იმ უბანში, რომ გიგამ გაიარა ერთ-ერთი კორპუსის წინ, ორი მხარე აქვს ამ კორპუსს, როცა ეჩქარებოდა გიგას მაშინ მოდიოდა, ეჩქარებოდა.
მაშინ მოდიოდა ამ კორპუსის წინა მხარეს მოვდიოდით ერთად, თვითონ გიგას არ უყვარდა, მე მინდოდა იმ კორპუსის მხარეს გამოსვლა, ხოლმე იმიტომ რომ მე ჩქარებოდა მე მთელი ცხოვრება და გიგა უფრო ცენტრალური გზის მხარეს მოდიოდა. მაგრამ იმ დღეს გიგას ეჩქარებოდა, მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე იყო და გიგა სავარაუდოდ მიდიოდა ტორტის მოსატანად, მოუკვდეს დედა და მაგიტომ დავშვერდით ჩვენ ერთმანეთს. გიგას ეჩქარებოდა იმ დღეს და იმიტომ წამოვიდა იმ გზაზე. როცა უკვე გიგა შემოვიდა იმ უბანში, სადაც კამერებია დაყენებული, ყველაზე ბოლო კამერიდან დავიწყე ათვლა. არა იმ კამერიდან, რომელიც კლუბასთან შეიძლება ახლოს ყოფილიყო და მეტი დრო მიმეცა მათთვის. მეტი დრო მიმეცა. ყველაზე ბოლო, კიდევ მათ ხარეს გადავდივარ. გამოიარეს, გიგა ჩქარა დადიოდა, ვერასდროს ვერ ვეწეოდი, მაგრამ ჩემი ნაბიჯით გავიაროთ. ჩემი ნაბიჯით. თუ არა და ზღისუფლის პარკში როცა გიგამ კამერას და კამერას შორის გაიარა, დაითვალო მანძილი, დაითვალო დრო და სიჩქარე იცით როგორ ითვლება? მანძილი უნდა გაყო დროზე. დაითვალეთ ამიტომ გიგას სიჩქარე. და გასაზღვრო გიგას სიჩქარე. გიგა მუდმივი ტემპით მიდიოდა, იმიტომ რომ ის საფრთხეს არ გრძნობდა და ის სიჩქარეს არ შეცვლიდა, არც შეანელებდა, არ ქონდა გიგას ინტერესი სიჩქარის შეცვლის. სიჩქარის შეცვლა, სიჩქარის დათვლა ხდება ასე, დაითვალეთ და მე. აი ყველაზე შორი კამერა ავიღოთ, იმიტომ რომ მე არ ვიცი, სახელი და გვარი ჩაწერილი ყოფილა ეგ და მასალებს იმიტომ არ მაძლევენ და მე ზუსტად გავიტვლი დეტალებს. ყველაზე შორიდან წამოვედით, მოვედით შეხვედრის ადგილამდე 19 წამი გავთვალეთ, კარგი 20 წამი გავთვალეთ, იმიტომ რომ 19 წამს, იმიტომ რომ 19 წამიანი ვიდეოა, გავთვალეთ 20 წამი დავბრუნდით უკან. მისვლა მოსვლას ყველაზე, აი ნელა, ჩემი ნაბიჯით რომ ვიაროთ, მისვლა მოსვლას ჭირდება 4 წუთი. გიგა ყველაზე მცირე გავიდა 3 წუთში. კვლელები გიგას ნაბიჯით წავიდნენ. ხალხმა არ ჩაიდინა მკვლელობა არა ესენი ანგელოზები არიან ერთი წაარტყეს მოურთხაფუნეს მე მოსულიერება ცადეს და დაბრუნდნენ უკან რაღაცა ხო ჩაიდინეს ნაბიჯს ხო აუჩქარებდნენ ანუ ვიდრე მოვიდნენ იმაზე ჩქარა ხო წავიდნენ არ გვინდა ესეც იგივე ნაბიჯები დავთვალოთ ყველაფერი მეცესარგებლოდ იყოს მივიდნენ და დაბრუნდნენ გიგას ტემპით რაც იმ ორ კამერას შეუძლია დაითვალონ იმ ორი კამერის ანალიზით შეუძლია დაითვალონ გიგას იჩქარე მივიდეთ და დაბრუნდეთ უკან არ ჭირდება 7 წუთი დაჭირდება 4 წუთი მაშინ ყველა მე დამჭირდა 4 წუთი გიგას ნაბიჯებით 3 წუთი პულელების ნაბიჯებით 2 წუთი ნახევარი სხვა დანარჩენი დროის განმავლობაში ურტყავდნენ გიგას რატო არის ეს მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს იყო ეს ყველა წრილმანი იმიტომ მნიშვნელოვანი რომ ვერ დადო გამოძიებამ ვერ დადო კვლელობის სურათი და ამიტომაც ვერ მისა არ მისა სორი მუხლი დამნაშავეებს არ მიუსადა თუ როგორ ვქა არ ვიცი სულ პირველიდან დავბრუნდებით უგინებავთ კურსასმენები რა შუაში იყო ახლა ეგ რაღა მოსატანი იყო ალბათ საერთო დრო რადგან მის ეზაზე უხვად ალბათ ბარე კურსასმენების თქვაო ხო ველაფერი თქვი აი ახლა მაგას ვთქვი რა შუაში შეზღუდული არ ახარ დაგითმეს ეთერი რამდენი ხანიც გინდათ რა შეაშო კურსასმენები ამას აჭირდება დიდი ლოგიკა და ყველაზე მეტად ლოგიკურად საღად და სხარტად მოაზროვნები წარმომიდგენია მე გამომძიებლები. ყოველ შემთხვევაში მე გამომძიებლებთან დეტექტიური რომანების შემდეგ აღარ მქონია შეხება, მარტო რაც იგნები წამიკითხავს. სხვა შეხება მე გამომძიებლებთან არ მქონია, მაგრამ წარმოდგენა ასეთი მაქვს. და პროკურორებს უნდა ქონდეს ყველაზე მეტად დახვეწილი ლოგიკური აზროვნება. ხო? ახლა მოდი ასეთი რამე ვთქვათ. გავყვეთ ყველაფერში. რას ამბობს აგუჩვენებაში? ყველა მიცის კიდევ ერთხელ მეორე მე საქმის მასალები არ მქონია. მე მართლა ასე ამბავივით მოყოლილად, რასაც ახერხებდა ჩემი ადვოკატი დარიჯან სულაშვილი, მაშინ როცა მე კლინიკაში მომაკვდავ შვილს 19-ში აიყვანეს, 23-ში დაიწყო, მოკლედ იქ როგორ წერია დარიჯან სულაშვილმა ჩვენებების ჩაწერა. 24-ში გარდაიცვალა გიგა. ნახეთ 23-ში მე პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საუბრობთ რომ ეს რიცხვები მანამდე არ ვიცოდი ესე ზუსტად 23-ში იყო დარიჯან სულაშვილი ეს არის გიგას გარდაცვალების წინა დღე და წარმოედგინეთ ახლა მე რა დღეში ვარ იმ დროს უკვე როცა ვიცი 100%-იანად რომ გიგას კარგავთ და ვითვლით წამებს 23-ში მოვიდა დარიჯანი ჩემთან და მე ვუსმენ დარიჯანს ის კი ყველაფერი ნიუანსი წერდა მაგრამ წარმოედგინეთ მე მქონდა მოსმენის უნარი ის მე მიხსნა მაგრამ მქონდა უნარი შემდეგ 24-ში გიგას გარდაცვალების დღეს არა მაგრამ 25-ში ეს არის ის დღე როცა მე გიგა პირველად გარდაცვლი მივასვენე სახლში
იმ დღეს მე რომ გიგას სახში მივასვენე, ჩემთან მოვიდა დარეჯანი. ხალხო, ხო ხვდებით რაზე მაქვს მე საუბარი. ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარიც არის დარეჯანი, არა მარტო ოჯახის ადვოკატი და იმიტომ ვერ გაგვაცურეს, რომ ყველა წვრილ მას ესე განსაკუთრებულად ჩაუსაფრთა დარეჯანი, როგორც კი მას განსაკუთრებული ხა მე ადვოკატებს რა შევედრები და მე ჟურნალისტებს რა შევედრები. ძალიან ჭკვიანი და თან ჟურნალისტი, თან ადვოკატი და მე მას რა შევედრები ხედვაში და მან უფრო ადრე შეამჩნია საქმის მოსალოდნელი ჩაფარცხვა. და გამიკვირდა კიდეც მეთქი რატო შეიპარა დარეჯანზე ეჭვი. ის ხო ასეთი ჭკვიანი გოგოა და რატო შეიპარა ეჭვი. და მე გიგა როცა პირველად მომიყვანეს სახში გარდაცვლილი ექსპერტიზიდან შუადღეს მომიყვანეს იმ საღამოზე მაქვს საუბარი და მე დავიჭირე ეს ყველაფერი 23-ში 25-ში მე არ მახსოვს რომელი რიცხვებში იყო. და ასეთი რაღაცა უწერია აგს ჩვენებაში. დავუძახე, შემოbrunდა და დავარტყი. ვისაუბროთ ახლა? დავუძახე, შემოbrunდა და დავარტყი. და არ ვიქნები ხარბი საეთერო დროის და შევეცდები მოკლედ თქვა. ნახეთ, რატოა მნიშვნელოვანი ყურსასმენები? გიგას ყურებზე ქონდა ყურსასმენები, გიგა მუსიკას ყოველდღე უსმენდა, ყოველთვის უსმენდა ხმამაღლა. გიგას ტელეფონი ჩამორთმეულია, ნახონ რას უსმენდა. ნახონ იმ ტელეფონში როგორი პიროვნება იყო გიგავალიანი. მისი პირადი სივრცე ნახეთ, მის ტელეფონით იშიფრება ადამიანის პიროვნება. დაათვალიერეთ გიგას ტელეფონი და ნახავთ როგორ და პლანშეტს მოგიტანთ გიგასაც და ნახეთ როგორი პიროვნება იყო გიგავალიანი. სულ დავანებოთ ყველაფერს თავი და მაგით ნახავთ როგორი პიროვნება იყო გიგავალიანი. უსმენდა გიგავალიანი მუსიკას. ახლა ნახეთ. მკვლელი უკან მისდევს მსხვერპლს. ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი. მე არც ფსიქოლოგი ვარ, არც გამომძიებელი ვარ, მაგრამ ლოგიკურად საღად მოაზროვნე ერთი ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი ვარ, არაფერი სხვისგან გამორჩეული, არაფერი სხვისგან გამორჩეული არ ვარ. 1 მეტრზე ნაკლებ მანძილში არ ეძახის. ეს არის როგორი ლოგიკური იცით? აი 30 სანტიმეტრში დაუძახა? არა. ეძახის 1 მეტრზე მეტ მანძილზე. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ გიგა თუ შემოbrunდებოდა 1 მეტრის დაშორებით ის მუჭით გიგას ვერ გაწვდებოდა და დარტყმა ეს შემოწირალების თანავე ვერ მოხდებოდა და გიგა იყო ძალიან სხარტად მოაზროვნე. შეუძლიათ მათი კურსელები დაკითხონ და უფრო კარგად გაიგებენ ვინ იყო გიგავალიანი და 5 წამი კი არა 3 წამი რომ ქონდა გიგავალიანს მიუხედავად იმისა რომ მას მტერი არ იგულებოდა ის იყო იმდენად სხარტად მოაზროვნე მტერს დაიჭერდა თვალებით ის მათ ქვეგრძნობას დაიჭერდა და 3 წამი რომ ქონდა გიგავალიანს ის მიხვდებოდა რომ ის წინ მკვლელები იდგნენ გიგა იყო ფიზიკურად ძლიერი მართლა ძლიერი ვიკადრებ ბოდიშს მოვიხდი გიგას პიროვნებასა და მე გიგას სხეულის სურათებს მიუტან მის დაკუნთულ სპორტულ აღნაგობას მიუვთან პროკურატურას რომ მე ამას არ ვამბობ ეხლა ხო არ ამოვიღებთ მიცვალებულსო ამიტომ მე თქვენ გაჩვენებთ გიგას დაკუნთულ შიშველ სხეულს და გიგა იყო ფიზიკურად ძლიერი და დაამტვრევდა მკვლელებს ძულებში ქარის წაღება ძლიერი ქარი რომ წააქცევდა იმგენმა გაუტეხეთ ჩემთვის თავის ქალა ისინი წააქცევდნენ გიგას ასე და კიდევ დაამტვრევდა იმათ ძულებში ახლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი ტყუილი აქაც სიტყვება ის აგ ყველა ტყუილს იჯერებენ ერთადერთი იმას არ იჯერებენ მარტო მე რომ ეს მკვლელობა უთხრაო დამშორდება ხო დამშორდება ამას ეპოთინებია და ნახეთ ეს გოგონა მართალია გოგონა არაფერი არ იცის მაგრამ ეს მკვლელობამდე ჩადენილია მკვლელობის შემდეგ შეყვარებულები ხო შეყვნენ ერთმანეთს გადავიდნენ ჩემ Facebook-ის გვერდზე იქ ჩანს რომ 3 ოქტომბერს ეს შეყვარებულები ერთად ისხდნენ და იქ შეყვარებულებმა აზრები გაცვალეს სატელეფონო მიმოწერა თუ არ ქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი რამე კიდევ ერთხელ გამახსენდა ამ საქმეში იმდენი რამე იკვეთება იმდენი დაფარული რამეა არ ვიცი ხალხო ახლა მაინც დაიწყოს პროკურატურა ინტერესის მიხედვით დანიშნეს ხო დანიშნეს ახალი პროკურორი იყო ახლა მასე სასამართლო პროცესს სხვა პროკურორი იჯდა იმ სხვა პროკურორს არ ვიცი სახელი და გვარი ინტერესი არ აქვს გამოიძიონ ეს საქმე
გამოიძიეთ, დადეთ, სულაც და მართლა თავდავანებებ მუხლის სწორად სახელებას. გამოიძიეთ და დადეთ, ინტერესი არა გაქვს, დადეთ ეს სწორი სურათი. და აუცილებლად უნდა დაუბრუნდე დარტყმის მომენტს, მაგრამ მანამდე ეს რო არ დამავიწყდეს. ნია იმნაცე 2 ოქტომბერს ეს საქმეში სავარაუდოდ დევს. მე საქმე არ ვიცი, ამიტომ არ ვიცი, მაგრამ ის პიროვნება დაკითხულია. მე ამას ცოცხალი თავი და არ ვიტყვი, რადგან საშიშროება და საფრთხე არის იმ არასრულწლოვნის სიცოცხლის ხელყოფის სიცი. აგერ გიგა მომიკლეს და არაფერში რო არ იყო ჩემი შვილი საერთოდ და იქ სერიოზული საფრთხეა. ნია იმნაზე ისტერიულად კითხულობს რა დაემართა გიგას, როგორ დაემართა გიგას და თუ მიხვდნენ ვინ ჩაარტყა გიგას. ეს არის მიმოწერა სავარაუდოდ ეს პოლიციაში საქმის მასალებში დევს. იმიტომ არ გაჩვენეს საქმე. იმიტომ ნია იმნაძის ტელეფონი გახსნილია პროკურატურა. ხო გაქვს ნია იმნაძის ტელეფონი. გახსნით ნია იმნაძის ტელეფონი. მოიღეთ მიმოწერა. ბევრი რამე წაშლილი აქვს, მაგრამ ნახეთ, ეს მიმოწერა არსებობს. ნახეთ, ისტერიულად კითხულობს ნია იმნაძი და მე თქვენ თუ მართლა ასეთი გულუფრობები ხართ, ხალხო, არ არის თქვენი ადგილი პროკურატურაში, უბრალოდ ამბიცია გაქვთ და წადით სახში. ამბიციურები ხართ და მითო ხართ პროკურატურაში. არ არის თქვენი ადგილი მან. მე როცა მივხვდი რომ მე აღარ გამოვდგები მასწავლებლად, მიუხედავად იმისა რომ მე კანონის სრული დაცვით ჩემმა სკოლამ სამსახური შემინარჩუნა ამ პერიოდის განმავლობაში, მე სკოლა დამიკავშირდა, იცოდნენ მე სკოლიდან წამოვიდოდი, მაგრამ კანონის დაცვით მე მათ სამსახური გარკვეულ პერიოდის განმავლობაში შემინარჩუნეს. და არამედ კი მე სკოლაში აღარ ვარ მასწავლებელი, მე რა რომ მე მათემატიკა ვიცი, მე რა რომ მე ახალგაზრდა ვიცი მიყვარს, მე ვერ მოვახერხებ სწავლებას. ასეთი ძიმე ემოციური იმის ფონზე თქვა და კარგი მაშინ და გავაფორმეთ ერთწლიანი ხელშეკრულება. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ვუთხარი რომ მე მივდივარ სკოლიდან ამას იმიტომ ვამბობ რომ ამ პროკურორებს ამბიცია აქვს თქვენ პროკურორები. არ არის ექსკამი თქვენი გაათავისუფლეთ. თორემ მე რო გაგათავისუფლებინებ, მე ისე გაგათავისუფლებინებ, რომ შესაბამის სტრუქტურებში ვეღარ დაიმკვიდრებთ ადგილს. ყველაფერს ვიზამა, არ გაპატიებთ ამ საგვიჯაბარცხეს, არ გაპატიებთ, შეეცირებით ამ გიგა ავალიანის საქმეს. მე გპირდები თქვენ რომ გიგა ავალიანის საქმე არ იქნება, გიგა ავალიანის კვლელობა არ იქნება უბრალოდ საქმის ნომერი. კარგად დაიმახსოვრეთ, გიგა ავალიანის კვლელობა არ იქნება უბრალოდ საქმის ნომერი. მაპატიეთ, მაგრამ ისე უნდა დაუბრუნდე დარტყმის მომენტს. კი ბატონო. აბა თუ არ დაუძახა რა მოხდა? კვლელი აგ უკან მისდევდა გიგას, უკან მიყვებდა და როგორ აღმოჩნდა წინ. ვიდეოში ხო ჩანს რომ წინ. როგორ დაუძახებდა თუ კურსასმენი ქონდა? ხო, ვერც გაიგონებდა გიგა. კი, რა თქმა უნდა. ვერ გაიგონებდა და რომც გაიგონა ეს დისტანციურად დაუძახა. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ მომენტში უსმენდა თუ არა გიგა მუსიკას ეს უნდა ამოიღოთ. დიახ, ეს უნდა ამოიღოთ თქვენ მტკიცებულებები არ გაქვთ, მე კი არა თქვენ. გიგას ტელეფონი თქვენ გაქვთ და მე შვილის სურათის გასადიდებლად მოგთხოვეთ და ვერ მომეცი თუ არ მომეცი და არ ვიცი და თქვენთან არის გიგას ტელეფონი და ამოიღეთ ეს მასალები თქვენ უნდა შეაგროვოთ ხალხო. თქვენი ვალდებულებაა ეს. ეხლა როგორ რატომ მნიშვნელოვანი იცით? იმიტომ რომ კვლევების სურათი ვერ დათეს. ახლა ადვოკატები და მე რომ ვიყო ადვოკატი ამას ვიზამ რა თქმა უნდა იტყვიან თქვენ მოსამართლეს რომ აი აუწერენ ახლა დრო აღარ დავკარგოთ ამაზე აუწერენ ეს ხო არ შეიძლება ასე მოხდეს არ შეიძლება თქვის მოსამართლე იმიტომ არ შეიძლება ეს ხო არ შეიძლება მოხდეს არ შეიძლება თქვის მოსამართლე იმიტომ არ შეიძლება და ახლა არ ჩავყვები ამ წრომან დეტალს და აბა მაშინ ამბობს ხო მოგწოდეს პროკურატურამ კი ხო და აქ რასაც მოგაწოდოთ პროკურატურამ ამის მიხედვით ეს პრობლემა არ არის ჩადენილი ბოჭი მართლა ვერ იდგა ჩემს სახში და ეხლა რა მოხდა აბა ეს იცის პროკურატურა იცის და თუ არ იცის ბრალი თქვენი ჩემი არა და გიგასი არა ამ საქმეს ყავს ერთადერთი როგორ თქვა მართალი და სწორი ფიგურანტი ეს არის გიგა ავალიანი სხვა ყველა ხართ დამნაშავე გიგა ავალიანი უნციკლო სუფთა სპექტაკლის სხვა აბსოლუტურად ყველა ხართ სხვადასხვა დოზის დამნაშავე და სხვადასხვა დოზის წვლილი ისა დანაშაული გაქვს გიგას მიმართ ახლა რა მინდა გითხრათ ეს მკვლელები მე სიტყვა არ მივარდება ბარტონ ზაზა როცა ვამბობ მიუხედავად იმისა რომ გამწარებული ვარ ვეღარ ვიმორჩილებ ემოციას ვეღარ ვიმორჩილებ სიტყვას მეკარგება ზოგჯერ აზრი მეკარგება იმიტომ რომ ბევრ რამეზე ერთად ვფიქრობ მაგრამ მაინც უაზროდ არაფერს არ ვამბობ აი რაღაცა შეიძლება აფექტური მდგომარეობიდან გამომდინარე რაღაც შეიძლება წამომცეს გულდენ ამოხეთქილი მაგრამ ნახეთ რას გეუბნებით
პროკურატურას უტარებ ლექციას რა არის ჯგუფური მკვლელობა. ხო და თქვენ ეს ეპირად გისწავლეთ? მაგ ჯგუფური მკვლელობის ფიგურანტებს გაუშიფრავ ახლა აგერ ამ ნაწილში ბოლო დიდ დროს არ დავკარგე და მაგასაც გავშიფრავ ბოლომდე და მსმენელს ალბათ დაიღლება რომ ამდენი ხანი გვისმინოს, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანია საზოგადოებაში და ამიტომ კარგია რომ ყველაფერი ახსენეთ. კარგია რომ დიახ ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ნაწილ-ნაწილ ეტაპობრივად მაინც ნახოს. და ახლა რა ხდება? სირცხვილი პროკურატურას თუ ეს საქმე არ აქვს, ვისი ბრალეულობაც არის სირცხვილი, რომელი ინდივიდის ბრალეულობაც არის, მაგრამ უნდა იცოდეთ რომ მკვლელები ზღვისუბნის პარკში განათებული პარკია და იქ კამერები ბევრ ადგილზე არის. გიგა ავალიანს გზაშიც უღებენ ვიდეოს. ერთ-ერთი მკვლელი და მე ვიმეორებ გიგას პეტაკი ადამიანი იყო და ის ვერ წარმოიდგენდა რომ მის ირგვლივ მკვლელები იყვნენ და ვერ მიხვდებოდა რომ გიგას სიკვდილი უკან დასდებდა, მოგიკვდა შვილო დედა. მუსიკას უსმენდა რა? მუსიკას უსმენდა მიდიოდა სახლში. ერთ-ერთი მკვლელი მოდის გიგას წინ, აი ნახეთ ეს არის გიგა. ესენი არიან მკვლელები. ერთ-ერთი მკვლელი მოდიან ერთად, ერთ-ერთი მკვლელი მოდის გიგას წინ და რაღაცა მიმიკებს უკეთებს და მეორე მკვლელი ამას იღებს. იღებს. ეს იცით რომელი მკვლელია? მამა რო სასამართლო პროცესს იღებდა. ესენი არიან მანიაკები. ესენი არიან საშიშების საზოგადოებისთვის და ის გოგონა იმ მკვლელების გაცნობილი ყავდა თქვენ ახევრის გაცნობილი გოგონას გულისთვის განა რა სიყვარული იცოდა ამ გოგომ ასეთი თქვენ ახეთ ცოლშვილისთვის ვერ კლავენ. ეხლა როგორ ვიკადრო და ესეთი რამე როგორ თქვა? არ თქვა. ხო არა, ამას ესეთი ბინძური რამე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ამას სხვა დროს, სხვა ადგილიდან მაინც გაიგონებს მკვლელის ოჯახი ჩემგან. აუცილებლად გაიგონებს. თქვენ ეფექტურ გამოძიებას და ყველას დაჩას. დიახ და ეს ბავშვები არიან, ეს არასოწოლები არიან საშიშები. ამით ეს არასოწოლები მაპატიეთ, მაგრამ სხვა სიტყვაზე კაიფობდნენ. საშიშები არიან, საშიშები. სხვებს მიხვებოდნენ, უღებდნენ ვიდეოს და კაიფობდნენ. ეს ვიდეო ჯერ ერთი ბოლომდე არ იქ გაშიფრული ის პროგრამა ამ ვიდეოს ბოლომდე არ შიფრავს, მაგრამ გავანებოთ ვარ ვიდეოს თავი ძალიან ბევრი საერთოდ რო წავიღე. ახლა ნახოთ ის მკვლეობის მომენტი. დაარტყეს გიგას ბეჭზე ხელი, მოტრიალდა გიგა და ჩაარტყა იმ წუთში. რატოა მნიშვნელოვანი ეს? იმიტოა მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ვერ დადეთ მკვლელობის სურათი. ადვოკატი დიახ სწორად დაუსვავს კითხვას მოსამართლეს. ხომ აბსურდია ის რომ დაუძახა 2 მეტრიდან მაშინ როცა თუ 1 მეტრიდან ანახელა მანძილიდანაც გინდათ გიგას ეკედა ყურსასმენები ვერ გაიგონებდა. გიგა ვერ შემოტრიალდა, ვერ დაარტყავდნენ, ვერ მოკლავდა. ამდენი ვერ დიახ ყველაფერზე პასუხს მიიღებს ადვოკატი დიახს და მარჟას ადამიან მკვლელობა აგუს არ ჩაუდენია. და ის ბრალი რაც კი წარდგენილა გიზის მოეხსნება და ყველა გათავისუფლდება სასამართლო დარბაზიდან, თორე რა შედეგი დადგება ნახეთ აქ. არა, მე მესეც მაინც ზედაპირულად და გარედან ვთქვი, იმიტომ რომ მაინც საერთო დრო იყო და ბევრი წვრილმანი კიდევ არის აქ დარჩენილი და ფიგურანტებსაც შეხება მარტო მოკლედ ვთქვი ამ ფიგურანტები. ვცლად თქვი. დიახ, ფიგურანტები ჯგუფურ ჯგუფურ მკვლელობაში არის პარალელების გავლებას მინდა, მაგრამ აღარ დავკარგავ ეხლა ამდენ დროს და არ არის პარალელების საჭირო. უფრო კარგად რო გაიგონ, მითო და პარალელები, მაგრამ არ არის პარალელების საჭირო ძალიან. თქვი. კარგი, მაშინ მოდი ასე ვთქვათ. ნივთების გამოყენება უფრო თვალნათელი იქნებოდა, როცა ადამიანი ხედავს უფრო უკეთესია, მაგრამ მოდი თითებს გამოვიყენებ. აქ არის პიროვნება. აი ნახეთ, ეს არის ეკა კუპატაძე. ეკა კუპატაძემ დაინახა, რომ ზაზა ხატიაშვილმა დიდძალი თანხა გამოიტანა ბანკომატიდან. ეკა კუპატაძე არის ის პიროვნება, ვინც იცის საცხოვრებს ზაზა ხატიაშვილი. იცის საკმაოდ მსუხე თანხა გამოიტანა ზაზა ხატიაშვილმა. არ ვიცი ხა მკვლელობაზე შეიძლება სხვანაირად არის, მაგრამ მე მკვლელობიდან სპეციალურად გადავდივარ, იმიტომ რომ ორი кейსი ერთმანეთში არავრიო. მე ზუსტად იგივე მკვლელობას ვერ მოვყვები, იმიტომ რომ მაშინ პარალელი აღარ იქნება აზრიანი, ამიტომ მკვლელობას სპეციალურად ვამბობ და ვამბობ ქურდობას, ყაჩაღობას. ეკა კუპატაძემ დაინახა, რომ ზაზა ხატიაშვილმა დიდძალი ოდენობის ფული გამოიტანა ბანკომატიდან და იცის საცხოვრებს ზაზა ხატიაშვილი. წავიდა და მოდი ახლა ჩემს ძმებს შემოვიყვან. უთხრა კახა კუპატაძეს. კახა კუპატაძეს ეუბნება, რომ იცი რა კახა, ზაზა ხატიაშვილმა ახლა წაიღო ძალიან დიდი თანხა ამა და ამ ადგილზე. კახამ უთხრა კოტეს და ირაკლის ჩემს ძმებს და წაიყვანა. წავიდა ეს სამი. ეკა კუპატაძე აღარ ჩანს. უკაცრავად
აი ეს არასოწოვანი გოგონა შემთხვევის ადგილზე არ იყო. ის გოგონა იყო ორგანიზატორი, ვიტყვი მე ყველაფერს. და ის შემთხვევის ადგილზე ვერ იქნებოდა ეს გიგა ვალიანს ვერ გაყვებოდა, რადგან ის გიგამა სახელზე ცნობდა და ვერ გაყვებოდა. ის იყო ორგანიზატორი და ის იყო საქმის მიმცემი. და ჩავყვები მე ამ დეტალებს. ნახეთ, ეს კახა კუპატაძე დადგა სადარბაზოსთან, ეს სამი ძმები შეიკრა, ძმები არიან სისხლით და ხორცით, დედმამით, წავიდა ზაზა ხატაშვილის დასაყაჩაღებლად და კახა კუპატაძე დარჩა სადარბაზოსთან, რომ თავზე არ წაადგეს ვინმე. შევიდნენ დაელონენ ზაზა ხატაშვილს, როდის გამოვიდა ბინიდან და უკან არ მოვიდეს ზაზა ან ვინმე რომ შეესწრო დარაჯობს სადარბაზოსთან. რა ვიცი თუ არასწორი ვარ, მე ამას უბრალოდ მათემატიკოსი ადამიანი ვლაპარაკობ და შეიძლება არასწორი ვარ, შეიძლება ვცდები რაღაცა სამართლებრივ ნორმებს და მე ესეც მითხარით. მივიდა კახა დგას სადარბაზოსთან. ახლა აქ დგას კოტე და ირაკლი. ირაკლი დაუშვათ არის კარგად ეხერხება კარის გაღება. გააღო კარი ირაკლი. გააღო კარი ირაკლიმ, საკეთი გააღო და შევიდა შიგნით მარტო კოტე. იმიტომ რომ ირაკლი დაუშვათ არის დიდი წონით და ვერ მოძრაობს სწრაფად და მოქნილად, კოტე არის დაუშვათ ერთნაირი წონა აქვს, მაგრამ პირობითად ვამბობ, დაუშვათ კოტე არის უფრო სუსტი, უფრო სხარტი, უფრო მოქნილი, ირაკლიმ დააღო საკეთი, კოტე შევიდა მოიფარა ფული. წამოვიდნენ, ბედნიერი ყავი ზაზა ხატაშვილ, თქვენ მილიონები ჩვენ გვაქვს. ხო ყველა ვართ ამნაშავე? არ ვიცი, მე ვიყავი საქმის მიმცემი. და მივედი და სულად მივიღეთ უკიდან მონაწილეობა ამ საქმის ორგანიზებაში. დაორგანიზეს ერთად. ხო? ამგენმა გადაინაცვლეს როლები და ყველა არის საქმის მიმცემი. და ხამოდი ჯგუფურ მკვლელობას მივყვები. ჯგუფურ მკვლელობას ყავს 4 ფიგურანტი. თუ შემეშლება, შემახსენებ, მაგრამ არ შემეშლება, ეს მათ ეშლება, მე არაფერი არ მეშლება. არც მათ არ ეშლება. და შეიშალეს ეს. და გავაფრთხილე, არიცით ვის წინ გახართ მეთქი. დიახ, ძალით შეიშალე და მე გავაფრთხილე. თქვენ არიცით ვის წინ გახართ და მე ამ ნაბიჯს განანებთ მეთქი. თხოვნა და მუქარა ერთად აურია პროკურატურაში, გადაახვენ კამერები და ნახონ. და პირველი ფიგურანტი, ეს არის ორგანიზატორი და საქმის მიმცემი. ეს არის ის არასოწოვანი გოგონა ინ. სულ მცირე მარტო ერთი რამე, ფანჯარა იცოდა, რომელში ვიყავ, რომელშიც იყო ჩემი ოთახის ფანჯარა იცოდა. ვინ ასწავლა იმ კვლელებს? ვინ დაანახა გიგა? ეხლა ბევრი რამე შეიძლება ამ გოგონას გაშიფრო, მაგრამ ეს გოგონა არის, რომელი ჭერენ, არ არისო ფაქტებიო და საკმარის მტკიცებულებებიო. საიდან იცოდა მკვლელმა აგუმ, კითხეთ, საიდან იცოდა მკვლელმა აგუმ, რომელ ოთახში ვიჯექი მე? საიდან იცოდა მკვლელმა აგუმ, რომელი იყო გიგა, რომელი ოთახი, რომელი შესასვლელით სარგებლობდით ჩვენ და რომელ საათზე გამოდიოდა გიგა და ასე შემდეგ. აი ჩვენა კი ბატონო შეშილა აწუხებდნენ, ავით ყველაფერი დავუშვოთ, ყველაფერი. როგორ საიდან იცოდა რომელი იყო გიგა ავალიანი? აქ იკვეთება ამ გოგონას საქმის მიცემა. შემდეგი მომდენო არის წამქეზებელი. წამქეზებელი ისე წერია ცალსახად თეთრი ჩალზე, მაგრამ ახლა ეს გოგონა დაიჭირეს შეუთხოვინებლობის მიზნით. სახელმწიფოს რა დაუშავა ახლა სახელმწიფომ კუნთები მოუჭიმა ამ რა გვარი ეს გოგონა? ვინც არის ეს გოგონა, რომელიც 2 დღის წინ დააკავა, ეს ახლა ყველას ინიციალებს ასე სახელმწიფო გვერდკი ამბობ. გამართულად, მაგრამ ვინც არის რა? ეს გოგონა მის დაიჭირეს, მაგრამ სახელმწიფოს რა დაუშავა, მე ეს არ მაინტერესებს. თუნდაც სულ მუდმივი ისა პატიმრობა მისცენ. მე მაინტერესებს ჩემ შვილს რა დაუშავა. იმგენმა იმ მკვლელებს სხვა მუხლი აქვს თქო რომ ამბობ იმ მუხლებით რაც წაუყენეს სულ სამუდამო რომ მისცენ ეს არ იქნება ის საშელი რასაც ისინი მოიხდიან ჩემი შვილის ბრალეულობისთვის ჩემ შვილს რაც დაუშავეს იმისთვის მე მინდა ზუსტად იმაზე აგონ პასუხი რაც დაუშავეს ჩემ შვილს სხვის საქმეში მე სახელმწიფო საქმეში აქამდე არ ჩავრულობ და არ ვერევი ახლა ჩემ შვილს რაც დაუშავეს და ეს გოგონა არ წამქეზებელი მიდი ბებერო ეუბნება და წარმოდგენა წარმიდე ხო რას უზამ და ასე შემდეგ ჩაიკითხეთ მესიჯები ნახეთ ნუ ეს გოგონა დაიჭირეს სხვა მუხლით და მე ვითხოვ სხვა მუხლს ეს გოგონა არის წამქეზებელი ამ საქმეში ეხლა ერთ-ერთი არასოწომანის დედას გუშინ მითხრეს უზარმაზარი წერილი დაუდეს ასე თავხედურად მე ვცდილობ არ ვიყო თავხედი რა თქმა უნდა ცდამი არა ვარ თავხედი ადამიანი უბრალოდ ვარ გამწარებული დედა ამხელა რამის წინ დამდგარი და თავხედურად იცით რა უწერია
ბოლომდე ვერ წავიკითხე, ნიკამ წამიკითხე და ვერც მოусმინე კარგად. ახალი დაჭერილი არასრულწლოვანი ბიჭი რომ არის, დ.ჩ. აი იმის დედას უზარმაზარი წერილი აქვს გამოქვეყნებული პროკურატურას წერს და მომიხსენიებს მეც. დაზარალებული დასაშოშმინებლად. ხედავთ რომ ხელში შეურაცხყოფაა? დაზარალებული დასაშოშმინებლადო დაიჭირეს ჩემი უდანაშაულო შვილიო. მივმართავ ამ ქალბატონს და რატომ? ეს არის დამხმარე. ჩვენ ვთქვით ორგანიზატორი და საქმის მიცემი, ჩვენ ვთქვით სამქეზებელი და დამხმარე. რატომ არის ეს დამხმარე? თვითონ ის ქალბატონი წერს იმ მესიჯში, რომელიც პროკურატურას და იმ პოსტში, რომ ჩემი შვილი ერთხელ იყო დემგაზეო. იმ ერთხელ ხო იყო დემგაზე. ის ხო არის დამხმარე. ხო ასწავლა როგორ უნდა მოეკლო და რა უნდა იქნა იმ ბიჭთან ერთად გადაწყვეტეს თქვა. მანამდე ქონდა მკვლელობის იარაღი დანა. იცის ეს პროკურატურა. იცი არო გიგას დაჭიხმა უნდა და დაჭიხილი გიგასთვის. რა უნდა და წაიკითხეთ მესიჯებში. ხო იცით რა უნდა და გიგასთვის და რატო იყრით? ჩვენ გვაყრით და წარსვლა თქვენ თვითონ რატო იყრით და ერთმანეთს რატო ეთამაშებით ნაცარქეკობიას? ხო წერია იქ რა უნდა და რა საპირებდნენ მართლა ყველაფერს ვერ ვიკადრებ. ეხლა მე თქვენ დაგანახებთ ჩემი ტელეფონი მე იქეთ ნახოთ ბოლო აი მაგაზი მივალ ბოლოს ვიტყვი მაგას ანუ ეს დ.ჩ. არის დამხმარე დანა იმიტომ აღარ წამოიღეს შემდეგ ჯერზე რომ კრიმინალური პოლიცია ახალგაზრდებს ხშირად ქუჩაში ჭხრებს საშიშია დანის და საშიშია საერთოდ შეიძლება რამე სხვა იარაღიც ქონდათ მაგრამ მე ინფორმაცია მაქვს ქონდა დანა და სხვა იარაღის ტარება არის საშიში, ამიტომ რა თუნდაც იარაღი 3 საათი დარაჯობდნენ იმ დღეს, როცა დ.ჩ. იყო თემქაზე, დედამისმა თქვა, ჩემი შვილი მხოლოდ ერთხელ იყოვო. იმ დღეს გიგა რო გამოსულიყო, ხო მოკლავდნენ და ხო იქნებოდა ის მკვლელი. ხო? აი რა ბეცია ეს ხალხი გადავირიე. და პოსტით გაიმართებს თავს. ეს რა დაბიოს აქციელია და იმან ასწავლა არბინად ეს დანა გაგვიჭირავს კრიპოლი არბინაზე რა შეიძლება სხვა იარაღი ქონდა სხვა იარაღზე არ მაქვს ინფორმაცია მე ვიცი რომ ქონდა დანა და აგერ ნახეს სავარაუდო მკლობის იარაღი ქვა წაიღეს ქვათან არის სპეციფიკური ფორმის მე თქვენ ფორმის გაჩვენებთ ახლა ჩვენ იმ 40-იც გვაქვს გადაღებული და ქვისთვისაც და ნახეთ სპეციფიკური ფორმის ქვა არის იქიდან ამოღებული და გადავიდეთ მეოთხე ფიგურანს ეს არის ამსრულებელი იქ არის ამსრულებელი და თანაამსრულებელი თანაამსრულებს მოდი არ მოვიაზრებ ესენი ორივე არიან ამსრულებელი იმიტომ რომ ორივე ერთად ელემენტარული მოდი თანაამსრულებელზე ვისაუბროთ ორივე ამსრულებელია მაგრამ თანაამსრულებელზე ვისაუბროთ რომ არ ყოფილიყო ეს მეორე ის გრ მარტო წავიდოდა გუმკვლელობაზე თან გაჩვენებთ ბოლო მიმოწერას მათსას ხო აი ბოლო ხო იცი ფსიქოლოგიურად თანადგომა ხო იყო იქ თანაამსრულებელი ხო მიდი და ეს ხო იყო მე გადაგიღებ მიდი და ეს ხო იყო და კიდევ ყველაფერზე მათ ხარზე გადავიდეთ ამას იმიტომ მომობდა გაჩვენებთ ბოლო მიმოწერას ძალიან ბილდ სიტყვაობით ბოდის გიხდით თქვენ ეს ბილდ სიტყვებით ჩემ ტელეფონში უნდა წაიკითხოთ და გიხდით ბოდიშ უხდი ბოდიშ თქვენს პირველს მაგრამ წაგაკითხეთ ახლა უბრალოდ თქვენ ტექს ვიტყვით ხვალ მივდივართ არა დღეს მივდივართ მარტო რატომ მიდოდენ მარტო ამ დ.ჩ. რომ დედაც ამბობს რომ ჩემი შვილი სუფთა და სპეტაკი და ხატებზე დავაფიცეთო და ჩემჩისო და იქ გვასწავლოთ სად რომელ ხატზე დააფიცეთ აღარ დაჭირდება მე პროკურატურას მაინც არიციან საქმის გამოძიება და არ დაჭირდება სხვა დროს წაიყვანენ მე დამლაშებს და მაგ ხატზე დააფიცებენ დაპატიოს ხატებმა მე ხატებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ მე ხატის წინაშე ვლოცულობ ახლას და ჩემი შვილის ლოცვებს ვკითხულობ ეს თვითონ მიაყენეს მათ ხატებს შეურაცხყოფა და ამიტომ ომობ ამას ჩემს ხატი უწმინდეს და უნეტარესად მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ მე მათზე ვამბობ მაინც არის იზიებს პროკურატურა და უფრო კარგად გაუმარტივდება საქმე და წაიყვანო და ასწავლოს რომელ ხატებზე დააფიცა და ისა მე რომ წავიდნენ ნახეთ რა შეგვნება მარტო მივდივართ ჩვენ და რაც უნდა მოხდეს მაინც და უზრდელი სიტყვებით ხდება ეს ყველაფერი მეტად წაგაკითხავთ ამ ლექსიკონით ბავშვები როგორ გაიზარდნენ და ვინ მოკლა ამ არასრულწლოვანებმა ხალხო მოკლეს გიგავალიანი რომელსაც არც ერთი უცხო სიტყვა ოფიციალ გიგავალიანი სიცოცხლეს ლექსიკონში არ ქონდა და ხარაშო ეუბნებეს და მიდიან ახლა მაგ ერთი პატარა კითხვა და მოვჩები ამით ბუდის გიხდით მოდი აქედან გავჩერდეთ ეს მკვლელები ერთმანეთს დამშვიდობენ ასე აგ ეუბნება გრს დღეს მივდივართ მარტო ეს იცის დ.ჩ. რომელსაც დედამას უზარმაზარი პოსტი გავიშანშალა მე და პროკურატურას არ გავჩერდები და ნუ გაჩერდები მეც ეგ მინდა არ გაჩერდე პასუხი მოთხოვე პროკურატურას რა იცი უთხარი რატო დამალი აქამდე ისიც თქვი პასუხისმგებლობას შენ გეკისრება მაშინ ისიც თქვი და მე ჩემი ინტერესი არის ერთადერთი დაიდოს სწორი სურათი მკვლელობის და თუ კი რამე შევწდები მე ბოდის მოხდის საზოგადოებას და პროკურატურასაც მიდის ეს ორი ამ აგუმ
ხომ უთხრა გროს მივდივართ მარტო. დახმარება ისე ვთხოვა დჩს. დჩ უთხრა არ მცალია. ესე იგი დჩ მიცის რომ ესენი მიდიან მოსაკლავად. ხომ? წავიდა მოსაკლავად. ახლა ერთი პატარა კითხვა მაქვს და ძალიან ვთქვით, თქვენ ძალიან ჭკვიანი იურისტები ძანდები და თქვენც გამეცით პასუხი, იმიტომ რომ მე პროკურატურა ამაზე პასუხს არ მომწევს. მიდიან დჩს რომ გამოეჩინა კეთილი ნება, დაერეკა პოლიციაში და ეთქვა. იცით რა, აგ და გრ მიდიან ჯგუფურად გიგას საცემად. საცემად არა, მოსაკლავად, იმიტომ რომ იქ წერია რომ მოვკლავთ. მოვკლავთ, ბოლოს სიტყვა არ რომ მოვკლავთ. დავამთავრებთ ყველაფერს, ეს არის ბოლოს სიტყვა. და ამ ბოლოს სიტყვით წავიდნენ. შესრულდა, მოხდა ისაც თქვენ და აღარ არის თუნე მკვლელობა. აქ იყო მკვლელობა, იქ არა. ნახეთ, ამ დჩს რომ დაერეკა და პოლიციისთვის ეთქვა. იცით რა, მე ხალხი ჩამორდა მათ მოწერა, ან დავამთავრებთ მოწერას თავი, მე ვიცი მაგათი განზრახვა და ესენი კლავენ გიგა ავალიანს. ასე უცებ ოპერატიულად დახვდა იმ ზღვის პარკში, როცა გიგას უკან მისდევდნენ ესენი და დაიჭირეს. ხო? დაიჭირეს ეს ორი. ჩამორთვეს ტელეფონები, ну გაგრძელდა პროცესი და ნახეს რომ დიახ აგ და გრ მიდიან მოსაკლავად. მაინტერესებს ერთი რამ. ეს ხომ არის ჯგუფურად განზრახ მკვლობის მცდელობა. ხო? და მკვლობა აღარ არის? განზრახ მკვლობა აღარ არის? დამთავრეთ ქალბატონო ეკა. მე მე რა ქვია თითქმის ჩვენ 2 საათია ვსაუბრობთ, ეს ძალიან კარგია რომ თქვენ მოგეცათ საშუალება რომ აი ყველაფერზე ჩვენი მაყურებლებისთვის ამომწერავე პასუხი გაგეცათ. უბრალოდ მე მინდა მაყურებლებს უთხრათ გიგა ავალიანის პიროვნების შესახებ 1-2 სიტყვა, როგორ დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, ვინ იყო გიგა ავალიანი, რამდენი მოსწავლე ყავდა, აი ეს გამოვკეთოთ და სამედიცინო წიგნებს რო წერდა გიგა ავალიანი, იმდენად განათლებული და წესიერი ადამიანი იყო და რომ გიგა ავალიანი მარტო თქვენ კი არ მოგიკლეს, რა თქმა უნდა თქვენ მოგიკლეს პირველ რიგში, საქართველოს რომ მოუკლეს გიგა. სამი დავამთავრეთ. გიგას პიროვნებაზე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომელიც ახლა არ მე რატო გეუბნებთ, იცი? იქ ბავშვი მოვიდა, რომელიც იყო გიგას მოსწავლე, ორშაბათს და ტიროდა და ამბობდა, რომ ესეთი ადამიანიო სიცოცხლეში არ მინახავს. და მაგითო დაგისვით ეკი. აი ახლა ერთ პატარა რამეს ვიტყვი, ყველა მიცის რომ მე საკმაოდ კარგი შედეგებს ჩემი აბიტურიენტები, საკმაოდ კარგი შედეგებს ვადებინებ და მყავს მარტო აბიტურიენტები, ერთ პატარა რამეს ვიტყვი. ყოველთვის ვიტყვი ხოლმე 1-11 კლასის ჯგუფს, იმიტომ რომ რაღაცა მეც ადამიანი ვარ, ჭირის დღეზე, ლხინის დღეზე სადღაც გასვლა მიწევს ხანდახან და როცა გასვლა მომიწევს, მე 11 კლასში შეიძლება გაკვეთილი გადაუნაცვლო, გაუცინო, იქ ყველაფერი მაინც კიდევ შეიძლება, არ შეიძლება, მაგრამ მაინც შეიძლება და აბიტურიენტებს ვერ უწევ. ამიტომ ყოველთვის ვიტყვი ხოლმე ერთ ჯგუფს მე 11 კლასელებისგან და კლასელებისას და მთელი ამ ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში გიგასაც ხმყავს მე 11 კლასელები. გიგას გაზრდილი მე 11 კლასელები, მე როცა აბიტურიენტები გამოდიან ჩემთან, ყოველთვის ჩობნის ჩემს მე 11 კლასელებს. ეს მაშინ როცა მე იცის ჩემმა აბიტურიენტებმა და იმ ხალხმა, ვისაც მე მემსახურები, როგორ შედეგებს ვადებინებ მათ. მე მყავდა სრულქულიანი მოსწავლე 59 ქულიდან 59 ქულა აიღო ჩემმა მოსწავლემ. და მე ვარ ნაიკის თანამშრომელი, ნუ არ მინდა ახლა ჩემზე საუბარი და პიროვნებაზე, ეს როგორც მათემატიკურზე ისე ვთქვი, მაგრამ პიროვნებაზე ერთი პატარა რაღაც მინდა გითხრათ, მე გიგაზე ვერასოდეს საუბარს ვერ დავამთავრებ, ერთი პატარა რამე მინდა გითხრათ. გიგა იყო სავარაუდოდ ამ წამში გამახსენდა, როცა წავსავდი მე-2-3 კლასში და ცეკვის ჯგუფი ანსამბლი იყო ჩვენ სკოლაში, ჩემ სოფელში ვზრდიდი მე მაშინ გიგას, ჩემ შვილებს და მე ვცხოვრობდი სოფელ ძევში და ჩხარში ტარდებოდა, თერჯოლის რაიონში ტარდებოდა რაღაც კონცერტი. წაიყვანა სკოლის დირექტორმა ცეკვის ჯგუფი ჩვენიდან და იქ რაღაც პატარა შეფერხება იყო ტექნიკური, ეს 90-იანი 2000 არ ვიცი ზუსტად რომელი წელი იყო და დაგვიანდა და ბავშვებს რა თქმა უნდა გზაში მოშივდათ. და არ ქონდათ ეხლა ალბათ არ ელოდა დირექტორი ამ ყველაფერს, ან რამდენი ფული უნდა ქონოდა რომ ეს ბავშვები გამოეკვება. გზაში რომ მოდიოდნენ, ნახეთ რა გითხრათ, ქუჩაში, გზაში ნახა დირექტორმა თხემლის ხე. პატარა ბავშვები ახლა და ბავშვებს შიუდათ. ჩამოწია ეს თხემლის ხის ტოტი და ბავშვებს დირექტორმა თავის ხელით მოუკრიბა თხემალი. არ ვიცი რამ გამახსენა. მიაწოდა მოსწავლეებს, ჩემმა შვილებმა თხემალი არ გამოართვეს. იმიტომ რომ ის არ იყო მათი ეზოდან მოწყვეტილი. დამიდასტურებს გია ქასრაშვილი, ჩვენი სკოლის მაშინდელი დირექტორი. გია ამას თუ მოისმენ, მე ამას გავაზიარებ აუცილებლად, დაწერე კომენტარი.
არ შეიძლება ეს არ გახსოვდეს, იმიტომ რომ მეორე დღეს მოვიდა სკოლაში, ეკამთლადეს, ეს უკვე პატიოსნება არ არისო მითხრა, მე ვაწოდებდი შენ შვილს თხემალსო, რომელიც ქუჩაში დამდგარი ნახა და ბავშვებს რო შეოდა მოუკრიბა დირექტორმა თხემალი მოსწავლეებს და მიაწოდა. სამედიცინო წიგნებს რო წერდა ქალბატონო ეკა. სამედიცინო წიგნებს როგორღაც მოვახერხებ, გავაშუქო რომელიმე ეთერით ამ საღამოს დღეს ხუთშაბათი. ამ საღამოს დაიდება პირველმა არხმა გააკეთა საგამოძიებო გადაცემა გიგაზე და მათ გადაიღეს წიგნები, უბრალოდ წიგნები გადაიღეს, ჩინჩინ არსი არა. და ვფიქრობ ამ ფილმში იქნება, მე ფილმი არ მინახავს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ თანამშრომლობდი და არ ვიცი რას წარმოაჩენენ ფილმში და მათ გადაიღეს გიგას აქვს სამედიცინო წიგნები და მე მედიცინისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ თვალწინ მიდგას ანატომია რომ წერია, პირველი ტომი, ანატომია, მეორე ტომი, ფიზიოლოგია და რაღაცები წერია, მოკლედ დახარისხებული აქვს ეს წიგნები და სარჩევებითა გაწყობილი, ნახაზებითა გაწყობილი და გამზადებული ჩვენ ამ წიგნების გამოშვებას ვაპირებდით მე დახვეწას და პარალელურად რამდენიმე წიგნია გული ცალკე უწერია, თავი ცალკე უწერია და ჩემი მოწესრიგებული შვილი გახდა უპასუხი, ყველა უპასუხისმგებლობ, ყველა უცოდინარმა, ყველა გულგრილმა, ყველა ბოროტმა ჩემი შვილისთვის როგორ მოიცალა. ხო, მე ახლა ჩვენ გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ერთი რამე მინდა გავიხსენო ჩემი საადვოკატო პრაქტიკიდან. არის 2012 წელი და ბიძინა ივანიშვილი არის ოპოზიციაში. მე და იური ვაზაგაშვილმა, ჩემმა მეგობარმა, ზურა ვაჟაგაშვილის საქმეზე ჩავატარეთ დიდი აქცია და მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. გადატენილი იყო კორტების ტერიტორია. როდესაც მე მიყავდა აქცია, გოგა ხაინდრავა მოგზავნდა ჩემთან და მეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვა და ზაზა სიტყვას ხომ მისცემოდა. როგორ არ მივცემ მეთქი. ადამიანი რომელიც გვერდში დავიდგება და შვილმკვდარი მოკლული მამის გვერდით დადგება, რანაირად არ მივცემ სიტყვას. მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, მივეცი მას სიტყვა და მან თქვა, რომ თუ ის მოვიდოდა ხელისუფლებაში, ასეთი ბოროტება აღარ მოხდებოდა. უბრალოდ მე მინდა ამით დავასრულო ეს ჩემი გამოსვლა და დღეს მე მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმის დროს მოხდა იგივე, რაც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. დღეს ჩვენ ვნახეთ ქალბატონი, რომელიც არის ახალი ირინა ენუქიძე, იმიტომ რომ მთელ სისტემას შეებრძოლა. ჩვენ ვნახეთ ქალბატონი, რომელიც არის ახალი იური ვაზაგაშვილი, იამეტრეველი, ახალი ჯამბულგამცემლიძე და ყველა ეს ადამიანი, ვინც იბრძოდა იმისათვის, რომ მათი შვილის მკვლელობა ყოფილიყო ბოლო. მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავეკეცით. ახალგაზრდა, პერსპექტიული, უნიჭიერესი, უწესიერესი ადამიანი, გიგა ვალიანი მოუკლეს საქართველოს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოუკლეს მის დედას, რომელმაც მართლაც მარტო გაზარდა შვილი, მაგრამ მოუკლეს საქართველოს, იმიტომ რომ ასეთი ახალგაზრდები არიან საქართველოს მომავალი. ასეთ ახალგაზრდებზე უნდა იდგეს მომავალი საქართველო. ასეთმა ახალგაზრდებმა უნდა გაზარდონ წესიერი შვილები, რომლებსაც სასწაულია, რომ სხვისი ხელიდან მოწვდილი ტყემალიც კი არ უნდა შეჭამონ და აი ეს ისტორია ქალბატონ ეკა პირველად მოვისმინე მე და შემძრა ამ ისტორიამ, თუ რამდენი სიკეთე, რამდენი პატიოსნება და რამხელა ღირსება იყო გიგა ვალიანის პიროვნებაში. ჩვენ დღეს გქონდა 2 საათიანი ეთერი და დიდი მადლობა მე მინდა უთხრა ქართულ ტევ-ს, რომ დღეს მოგცა 2 საათი 1 საათის ნაცვლად და ჩვენ მთელ საზოგადოებას უთხარით თუ რა ბოროტება ჩაიდინა საქართველოს პროკურატურამ ქალბატონ ეკა სთან მიმართებაში. დღეს ქალბატონი ეკა გოპატაძე არის გმირი დედა, რომელიც იცავს სხვა ადამიანების სიცოცხლეს, იცავს ჩემი შვილების სიცოცხლეს, იცავს თქვენი შვილების სიცოცხლეს. ქალბატონმა ეკა მიცის, რომ მისი შვილი ვერ გაწუხდება, მაგრამ ის იბრძვის იმისათვის, რომ საქართველოში აღარ იყვნენ ახალი გიგა ვალიანები, რომ საქართველოს პროკურატურამ ერთხელ და სამუდამოდ ისწავლოს საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარება, როგორც ამას ადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი, რომ საქართველოს პროკურატურამ სიბინძურეში აღარ აფათუროს ხელები და საქართველოს პროკურატურამ ბოლოს და ბოლოს ყველა დაზარალებულს
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ახალი გიგავალიანები ყავდნენ, მაგრამ თუ რამე იქნება ისეთი, როდესაც ვინმე სიცოცხლეს ხელყოფენ, ღმერთმა დაგვიფაროს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს პროკურატურამ ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და ხელმეორედ მოუკლას მშობელი იმ ბავშვს, რომელსაც დედა უნდა კიროდეს და რა აქციებზე იდგეს. 2 დღის წინ იყო აქცია პროკურატურის წინ. როდესაც დაინახა პროკურატურამ, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, პროკურატურის წარმომადგენლები გამოვიდნენ, მაგრამ არ გამოვიდა გენერალური პროკურორი. მე მინდა პირადად უთხრა გენერალურ პროკურორს, თქვენ უნდა გამობრძანებულიყავით, ვინაიდან მე როდესაც ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ყველა ქვეყანაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და გენერალური პროკურორი, ვინაიდან ჩვენ სასამართლოში ვართ, მხარები არის ტოლი თანამდებობა. უნდა გამოსულიყავი, ვინაიდან მე ყოველთვის გამოვდიოდი. ამით დავამთავროთ ჩვენ დღევანდელი ეთერი, კარგად ბრძანდებოდეთ. გმირი დედა ეკა კუპატაძე იყო პირდაპირ ეთერში. კარგად ბრძანდებოდეთ.